მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ანალიტიკა. დღეს ორშაბათია 4 საათზე ტრადიციულად სწორედ ეს ამ გადაცემით წარუდგებით ხოლმე თქვენს წინაშე. მე თენგო ომანიძე და ჩემი მეგობარი მერაბ ჩიქაშვილი ტრადიციულად გაუძღვებით ეთერს. სანამ უშუალოდ გადავალთ თემებზე, მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ გააზიაროთ ვიდეო, მოიწონოთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება სოციალურ ქსელში. უფრო დიდი აუდიტორიის მოწვაში და ამაში რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებლის დიდი იმედი მაქვს. მოგესალმები მერაბ, დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით თენგო, მივესალმებით ჩვენს და მაყურებელს და კიდევ ერთხელ მე ინტერნეტთან ვეთქვი ყველას და შევახსენებ რომ მოიწონონ გააზიარონ, გამოიწერონ ჩვენი გვერდი როგორც YouTube გვერდზე, ასევე ჩვენს სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე და იყვნენ აქტიურები, ასევე ჩვენ გვაქვს მათთან ინტერაქტივიც ხოლმე, ანუ როცა შემთხვევაში გვწერენ და ვპასუხობთ ხოლმე, ან ხა შევეცდებით. და შევეცადოთ რომ დღევანდელი დღეს და გადაცემაც როგორც ყოველთვის ვამბობთ, ყოველთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენი გადაცემა ანალიტიკა, სხვა შორის ეს გადაცემა არ არის ქართული მსმენელის და მაყურებლისთვის უცხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაცემა სხვადასხვა ტელევიზიაში, სხვადასხვა პოდკასტი არსებობს ასევე ანალიტიკას, შესაბამისად, იმიტომ რომ დიახ სწორედ ვაკეთებთ ანალიზს და ყველაზე მთავარი რაციონალურად ვსჯელობთ ნახულობთ ფაქტებს, ვაჩვენოთ ფაქტებს და შესაძლოა დაგვარად ჩვენც ვცდილობთ რომ ჩვენი წოდნით გამოცდილებით რაც გვაქვს ასე ვაფასებთ და მოდი ვნახოთ დღევანდელი დღეც თან მნიშვნელოვანი თარიღია და დღევანდელ დღესაც შევაფასებთ და ყველა იმ მნიშვნელოვან და აქტიურ საკითხზე ვისაუბრებთ რაც ეხება უშუალოდ ჩვენ ქვეყანას მოსახლეობას და ჩვენს როლს როგორც საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში. კი ბატონო, პირველ რიგში ისიც ვთქვათ, რაც ახსენე, რომ თუ შეკითხვების შემთხვევაში ყველა შეუძლია სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება, შეკითხვა მოგწეროს, რომელსაც გავაჟღერებთ და რა თემებსაც შემდეგ შევეხებით ხოლმე. ყოველ შემთხვევაში თუ ამ გადაცემაში არა, შემდეგი ეთერებისთვის იქნება ეს გათვალისწინებული, ამიტომ თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანიც არის, საინტერესოც არის და უფრო ისეთი გამოვა შემდეგ, რა თქმა უნდა, ეთერი, საერთოდ ზოგადად დავაკვირდი, ერთი პერიოდი ხო ქონდა ეს ფორმატი სატელეფონო ზარები რო შემოდიოდა ეთერში, აი ძალიან კარგია ხოლმე რა მაყურებელი რო უშუალოდ ერთვება საუბარში ეთქო ინტერაქტიული არის დიახ თვითონ წამყვანისთვისაც ძალიან კომფორტულია და ეთერსაც ეთყობა რა თვითონ ბევრად საინტერესო გამოდის ხოლმე ასე რომ ყველას გთხოვთ რომ მაქსიმალურად ჩაერთეთ დაგვისვით შეკითხვები ან თქვენი მოსაზრებები გამოხატეთ. დღეს შორის რადგან ახსენე ინტერაქტივი და ის გადაცემა გაიხსენა რომელიც გქონდა, როცა ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიყავით, მე მინდა აქვე ჩვენს ინტერნეტ მსმენელ მაყურებელს ასე ვთქვათ, წინასწარ დავაანონსოთ, რომ ჩვენ ვცდილობთ და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ასევე გადაცემა ინტერაქტივი და რა თქმა უნდა ჩვენს გადაცემებშიც და პირველი ეს გადაცემა ზარი ჩვენ შევესწრებით რომ ასევე შემოვიყვანოთ ამ სივრცეშიც და ტექნიკური საკითხია და ამიტომ ჩვენ სულაც და მაყურებელს ვპირდებით რომ აუცილებლად მივცემთ საშუალებას რომ დიახ ჩვენს გადაცემაშიც იყოს ზარები და იყოს ინტერაქტიული და დარეკოს პირდაპირ ეთერში ინტერნეტში ამ შემთხვევაში უკვე მსმენელმა და მაყურებელმა და დასვას კითხვა ან მიიღოს მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ ახლა უშუალოდ. კი ბატონო, ეთერზე რომ გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელ სასაუბრო თემაზე, დღეისათვის შევარჩიეთ თემა რომელიც თან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ისედაც არის აქტუალური, თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ აი დღეს ამოიჭრავს, საუბრობ რუსოფობიაზე და იმ საშინელ სურათზე, რაც ვნახეთ გუშინ open air-ზე, ყველა მიცის ალბათ და რა თქმა უნდა ვიდეოს კიდევ ერთხელ ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს. რუსოფობია როგორც პატრიოტიზმით შენიღბული სიზულვილი, აი დაახლოებით ესეთი შინაარსის საუბარი გვინდა რომ გქონდეს დღეს. რა არის ეს? არის ეს მართლაც სამშობლოს სიყვარული და ეს არის мотиваცია, ეს არის აი რაღაც ვინმე სიზულვილი და ესხდის ადამიანს ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე იმ მდგომარეობამდე მიყავს რომ ასეთი საზღვრებები აკეთოს. პირველ რიგში მოდით ვნახოთ რა მოხდა გუშინ open air-ზე, ლისზე, სადაც იმართებოდა ახალგაზრდული ფესტივალი, მუსიკის ფესტივალი, რომლის დატვირთვა წესით უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ კულტურა, თანამედროვე კულტურა, underground კულტურა გახადოს ერთგვარად უფრო მეტად პოპულარული და საჯარო და აი ვნახოთ აი რაში იყენებენ სინამდვილეში ამ ტიპის ფესტივალებს და ამ ტიპის შეკრებებს, თუ შეიძლება რეჟისორს თხოვ რომ გაუშვას ეს ვიდეო.
ნუ გამოხმაურებებზე შემდეგ უკვე ძალკე გადავალთ, უბრალოდ აი მართლა მინდა გულწრფელად ამაზე ვისაუბროთ, რა ეს ხო რაღაცა სოციუმზე არის ხო ეს გათვლილი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს ეს მოწონს, ეს უყვარს, ეს ნორმალურია მათთვის და აი ამისი დემონსტრირება. რეალურად არის საქართველოში მართლა ისეთი სეგმენტი, რომლისთვისაც ეს არის მოსაწონი ფორმა, თუნდაც რაღაცის გამოხატვისთვის. ამ შემთხვევაში ხაზგასმით მინდა ერთ რაღაცას თავიდანვე გავუსვა ხაზი, ჩვენ გვახსოვს მაგალითად საქართველოში ეს შემთხვევები და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ეს ამბები, აი ევროკავშირის დროშას რო წვავს ადამიანს, მანამდე საბჭოთა კავშირის დროშის დაწვა გვინახავს და ჩემი აზრით ეს არის ამ შემთხვევაში ეს არის არსებითად განსხვავებული, იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის რაღაცა კავშირის დროშაზე, იქნება ეს ევროკავშირი თუ საბჭოთა კავშირი თუ რომელიმე სხვა ალიანსი ან რაღაცა ბლოკი ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური დატვირთვა და ეს სხვა რამეა. ამ შემთხვევაში ეროვნულ დროშაზეა საუბარი. ეს ხო არ შეეხება მხოლოდ რუსეთის რაღაც ამჟამინდელ ადმინისტრაციას. ეს არის იმ ხელისუფლებას, ან რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. საუბარი არის ეროვნულ სიმბოლოზე, რომელიც ძვირფასი არის იმ ქვეყნის ყველა მაცხოვრებლისთვის, რიგითი ადამიანებისთვის. ეს განსხვავება მე ვფიქრობ თავიდანვე უნდა იყოს დანახული, იმიტომ რომ ესეთი გამოხმაურებების გავიგე და შემხვდა მე რომ აი ევროკავშირის დროშა რო დაწვა ვიღაცა მაშინ ერთ პლანზე დაყენება ერთ სიბრტყეზე. არა, იქ რო ვინმეს გერმანიის დროშა დაეწვა, ამერიკის დროშა დაეწვა, რაღაც საფრანგეთის დროშა დაეწვა, იქნებოდა მართლაც სხვა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ ეროვნულ სიმბოლოს შეეხები. ამაზეა აქ საუბარი და საიდან მომდინარეობს მერაბ ეს შენი აზრით არის თუ არა სამშობლო სიყვარული, ეს არის თუ არა პატრიოტიზმი და ეს გამოხატავს თუ არა იმას, რომ შენი ქვეყანა ძალიან გიყვარს. ან ეს მიგვიყვანს თუ არა მიზნამდე. მიგვიყვანს რა ჩვენ მიზანი გვაქვს. ძალიან მოდი ხა ჩვენ მიუყვეთ ყველაფერს, აი არა მხოლოდ ჩონჩხი, არამედ ზოგადად აი თითქოს გავშიფროთ ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, შინაარსობრივი და შემდეგ უკვე ვინ აკეთებს ამას და ვინ ასრულებს ამას და ვინ გამოხატავს პროტესტს ასე. ეს უკვე ჩვენ ბოლოსკენ დავიტოვოთ და საზოგადოებამ განსაჯოს. იმიტომ რომ არის რაღაც ფაქტები ჩვენს ირგვლივ და ისტორიული ფაქტები ხდება და ხდებოდა, რომ ნეგატიური პერსონები ჩადიოდნენ ისეთ საქციელებს და რომელსაც არ ელოდა არასოდეს იმ ეპოქის საზოგადოებას და მოსახლეობას ის ერიც და იყო რომ ძალიან პოზიტიური რაღაცა გმირების რაღაცა დღეს ჩადიოდნენ ისეთ საქციელებს რომ ხას უსვავდა ყველაფერს. ანუ აქ ადამიანის პიროვნება კონკრეტულად ვინ არის ეს პიროვნება, მოდი ყველაზე ბოლოს გადავდოთ, მაგრამ შენ ასეთი ფაქტი მოიყვანე და ჩვენ ახლა პირდაპირ ვთქვათ ყველაფერს სამწუხაროდ ჩვენც მოგვიწია ამის გაშვება. მაგრამ ჩვენ ეხლა ეთერში ვნახეთ, რას ვიხილავთ ჩვენ ახლა ვნახეთ ადამიანი პროტესტს გამოხატავს დროშასთან დაკავშირებით რა ფორმით. ის ამ დროშას არც ხევს, არც საიდანვე გლიჯავს, არც წვავს. აპრობირებული მსოფლიოში აპრობირებული რაც არის პროტესტის გამოსახატი და სადღაც დაშვებული რომ კი ამ ფორმით კი ბატონო, მაგრამ ეს კაცი დროშას აშარდავს. ეხლა მე კითხვას აქედან ვიწყებ შენთან და საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან. ეს კაცი ქართველი ქვია ახლა, ამ კაცთან ქართველია. მოგწონს არ მოგწონს, ტრაგედია არა ტრაგედია, მოდი ასე ვთქვათ. აი ეს ქართველი კაცი, საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ბიჭი დგას და დროშას აშარდავს, რუსეთის დროშას. მე მინდა შენ გთხოვო და არ ვიცი თუ ვცდები, მე და შენ ვერ ვნახეთ ასეთ ფაქტი. რუსეთს დღეს აქ ღია და რუსეთ-უკრაინას შორის დღეს არის ყველაზე ურთულეს სიტუაცია. გაგანია ომია. მე მინდა გითხრა შენ, მანახე ფაქტი, თუ ვნახავთ რაიმე ფაქტს, რომ უკრაინელი ჯარისკაცი ან რომელიმე უკრაინელი პროტესტანტი, რომ დროშას იგივეს უკეთებს და არა სხვა რამეს, რაც ჩვენ გაგვიგია და გვინახავს. გაბრაზებული კაცი მივარდა, დროშა ჩამოუხია, დროშა დაუშვა, დროშა დახია, დროშა დაწვა და ასე შემდეგ. მაგრამ მითხარი, აი ყველაზე მეტად ვის ლოგიკურათაც ვინ შეიძლება და ეს მოდი დაუშვათ რომ გაეკეთებინა. აი ამ დაძაბულ სიტუაციაში, რაც რუსეთს და უკრაინას აქვს ახლა გაგანია ომში, თუ ნახეთ ფაქტი ან თუ გამოჩნდება ფაქტი რომ უკრაინელმა ან ჯარისკაცმა ან მოქალაქემ სადღაც სხვა ქვეყანაში დააშარდოს ერთმანეთის დროშას. არა.
თუ არის, ნუ ამაზეც მაშინ პასუხი ახლა რომ ექნება ის რომ ნუ აი ეს ზუსტად ის უკიდურეს შემთხვევაა და სიბნელეა და რაც უსუსულობა ხთალობა რაც ეს მოხდა. ეს ბიჭი რო ამას აკეთებს. მიზანი რა არის? მიზანი მარტო რუსოფობია რა, მე და შენ გამოტანილი გვაქვს. მარტო ის არის რუსებს ვერ იტანს. მიზანი აქვე რა არის? ანუ ამით უპირისპირდება, ანუ ამით რაღაცას უმტკიცებს. მაგრამ ეს იმ მიზნამდე რაც სხვა დანარჩენ მოსახლეობას აქვს და შეიძლება იქ მყოფი open air-ზე მყოფი ბევრი ადამიანისთვის ახალგაზრდასთვის ზუსტად ობიექტური მიზანი იყოს რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, საკითხი აქვს და დაბრუნება უნდა. ესეთი საქციელი ჩვენ მიზანს მიგვაღწევინებს, დაგვაბრუნებებენს კი არა, დაგვსვავს სალაპარაკოთაც კი სამხედროებთან თუ ვიღაცეებთან, ვისი სამწუხაროდ საქციელებითა ჩვენ ეს ტერიტორია დროებით დაკარგული გვაქვს? არა. კიდევ მეც ვიტყვი. აი ეს ბიჭი ამას რო აკეთებს. წამსვლელია და ამის გამკეთებელი არის თუნდაც საოკუპაციო ხაზთან, რასაც ეს თვითონ გამოდებულები არიან, რომ აი ოკუპანტი გაიტაცეს კიდე ერთი. იქ გააკეთებს. არა. აი ეს ბიჭი, აი ეს კაცი, თუ არ ვიცი ვინც არის. უკრაინის მხარეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ესენი ხო ამბობდნენ, ნუ ყოველ შემთხვევაში ამის პატრონები ხო ამბობდნენ, რომ უკრაინის ომი და საქართველოს ომი ერთ და იგივეა, ჩვენი ბრძოლაც იქ არის. აი ამ ჩამონათვალში რომელიმეში სადმე გვინა ხავს ან ეს ან მისი ოჯახის წევრი ან მეგობარი ან ვინმე ანუ ეს კაცი არ იბრძოლებს ანუ მიზანს რას ემსახურება ეს რა მიზანს ემსახურება ჩვენთვის ხო ნათელია ანუ აქ არ არის საუბარი რომ აი რომ გამართლებისკენას რო წავიდეთ, რომ პროტესტი გამოხატა, დაწვა, დახია, ჩამოგლიჯა, აქ რა უნდა ამ დროშას, ან რა უნდა და საერთოდ ოპენიარზე, რა უნდა ეკიდა, თვითონ მიიტანა რომ მიეყენებინა თვითონ მიიტანა, ხო? იქ ხო არ ეკიდა, ვინმე ხო არ მე და შენ ხო არ ავედით და ხო გვეძახიან რუსულ პროპაგანდისტებს. მე და შენ ხო არ დავუგდეთ რუსეთის დროშა, მაგრამ აქ ხო ჩვენ ვხედავთ რასაც ვხედავთ. კიდე კითხვას ჩვენ აი ქვემოდან დავსვათ კითხვა. ეს მიზანს რას მოუტანს? მიზანს მოუტანს თუ არა უარეს სამწუხაროდ უარეს ვიდრე ჩვენ რაღაცა ურთიერთობები დაგველაგა. აი რას მოუტანს და მოდი ხო მართალია. და უკვე რა მოუტანა შენ ხო შეგიძლია ჩვენ ხო ახლა ვიცით უკვე რა მოუტანა რაც იქ განცხადებები გაკეთა. ანუ მიზანს მოუტანს თქო თორე საუბარი რაზეა ლაპარაკი. რო თქვას რომ აი ეს რო გაეკეთებინა ამას აი ესეთი საქციელი თუ იქ არა იქა სხვა იქნებოდა ამის თქმა მინდა ზუსტად მე რა და აი ორი კონტექსტი გამოყავი შენ ჩემი აზრით რაც უნდა ვთქვა. პირველი არის ზუსტად აი ადგილი და დრო და კონტექსტი სად ხდება ეს. თუ კი ეს ხდება მაშინაც არ არის ჩემი აზრით გამართლებული, მაგრამ გავხვეთ აი ამათ ხდება რა სადღაც აი ბრძოლის ფრონტის ხაზთან, რაღაც საოკუპაციო ხაზთან, რაღაც ისეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როდესაც შეიძლება ადამიანმა რაღაც არ გააკეთო მთლად ნორმალური. ეს ერთი შემთხვევა, მაგრამ ჩვენ საუბარი გვაქვს კონცერტზე. ანუ ადგილზე, სადაც ყველაფერი პირიქით არის პოზიტივით, ხო წესით აღუსილი, პოზიტიური გარემო, ხალხი იქ არის მისული მუსიკის მოსასმენად, საცეკვაოდ, აი ამისთვის. მეორე და მთავარი, იქ არ ყოფილა რუსული დროშა ვინმეს მიერ აღმართული. ანუ ეს არ იყო, რომ მიხვედი და დაგვხვდა და დაინახე და აი ანუ ვიღაცამ შემოვარდა დაგიდო ამ დროსაც კი ვფიქრობ რომ არ არის ეს გამართლებული მაგრამ ეხლა როცა აი მოგეჭხირა თვალებში და შენ იმდენად თურმე პატრიოტი მყავხარ აქ და იმდენად აი გული სიბრაზით აგევსო და ჩამოხიეზო და როგორ შენ თავად იბრძოდი იქ და ან შენი ოჯახის წევრი ვინმე დაიღუპა ან რაღაც კი და აი ამ დროს და ეს მოგჭხირეს ეს დროშა თვალებში და შენ ვერ გაუძელი და ესეთი რამე ჩაიდინე ჩემს და ამ დროსაც არ არის გამართლებული მაგრამ კიდე ახსნა აქ ამ ადამიანმა წავიდა მაღაზიაში ეს ადამიანი სპეციალურად შეიძინა ეს დროშა კონცერტამდე, ანუ არაფერი აფერტი აქ არ ყოფილა. არაფერი. შეიძინა ეს დროშა, წინასწარ დაგეგმა რომ ესეთი რამე უნდა გაეკეთებინა, მივიდა და აი დემონსტრაციულად მხოლოდ იმიტომ რომ თან არანაირი რუსული კონტექსტი იქ რო არ ყოფილა, მხოლოდ იმიტომ რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა და ამით რაღაც თავისთავად გაეპიარებინა ალბათ თუ რა ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა და გააკეთა ესეთი რამე. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი კონტექსტი, რაც უნდა გვესმოდეს. აქ არაფერი შუაში არ არის, არც ქვეყნის სიყვარული, არაფერი შუაში არ არის აქ არც რუსეთის იძულვილი სინამდვილეში
რა გონია შენ ახლა ამას რუსეთი ისე ღამე არ ძინავს რუსეთის იძულვილით რას ამბობ რა ეგრე რო იყოს მართლა აი მართლა ეგრე თუ გძულს რაღაცა ვიღაცა რაღაც სისტემა შეუძლებელია რომ აი ოპენიარზე გახსენდებოდეს მხოლოდ ეგ ხო როგორც მინიმუმ ეს ადამიანი უნდა იყოს მართლა ფრონტის ხაზზე თუ ეგრეა იქ უკრაინელებთან ხო აი ძალიან მიკვირს ამ ხალხის ეგრე თუ გეზიზღებათ ეს რუსეთი დღეს აი რუსებთან ომის პონტი არის იქ რატო არ ახართ იქ მაშინ ჩადით იქ ადგილზე და მაშინ დავინახავთ, მაშინ დავიჯერებ, რომ თუნდაც აი მართლა ესე ეზიზღება ამკაც და რაკნას და რა აქ თბილისში ლისის ტბაზე, ოპენეარზე კონცერტის დროს ნახევრად ნასვამ თუ ნახევრად ნარკოტიკებით გაბრუებულს რო გახსენდება, რომ რუსეთი მეზიზღება თურმე და მაღაზიაში ყიდულობ რუსულ დროშას და ესეთ რაღაცას აკეთებ, ეს რანაირი სამშობლო სიყვარულია თქვენი სტანდარტითაც კი. აი ამას ვერ ვიგებ მე. რამეში ჯდება ეს საერთოდ რამე გამოხატულება არის ამით სამშობლო სიყვარულს გამოხატავ თუ რა შვებ მაგრამ სინამდვილეში არის ზუსტად ეგ ჩემო მერაბრო ეს ყველაფერი არის კარგად დაფინანსებულიც კარგად წახალისებულიც და საკმაოდ ისეთი გავლენიანი პატრონების ხელში კულტივირებული ეს ყველაფერი ხო ჩვენ ხო ეს ეხლა მოდი აი კიდე ერთ ვიდეო ვიცი შენ შემდეგი ვიდეოც გაქვს მაგრამ და ასევე უნდა გადავიდე ეხლა მოდი საერთოდ სხვა კუთხით შევხედოთ და ყველაზე დიდი საშიშროების კუთხით შევხედოთ ახლა ამას. ეს ხალხი და მათ შორის ეს ადამიანიც აღიარებენ და ამბობენ რომ ეს რუსეთი არის აგრესორი და რუსეთი არის რომელთანაც არაფერი არ შეიძლება გამორიცხულია რუსეთი დაგბომბავს გადაგვირვის და ეს ის ხალხია რომელიც რუსეთი ყოველ დღე იპარავს იქ ხალხს ოკუპაციო ხაზზე. ეხლა მოდი ყველაზე ისეთი დიდი ყველაზე აი რაც სადაც აი დიდი ბომბი გააჩინა აი ამ საქციელმა დღეს რომ აი ამ გაბრაზებულმა აი ამ აგრესორმა აი ამ არ უყვართ არც ერთი ქართველი რომ საერთოდ არაფერი საქართველოს ფეხებზე კიდია და საქართველოს გათელავენ დღეს რომ აი ამ შენი საქციელის გამო აი ეს გაბრაზებული საოკუპაციო ხაზზე მივიდეს რუსი და მოიპაროს საწყალი მოდი ჩვენ ვთქვათ რომელი ერთი რიგი ვინ იკარგება საოკუპაციო ხაზებიდან აი ვის მოსდით ინციდენტი რიგით ანგლებს ან ვიღაც კაც რომელიც გადადის ეხმარება გადმოდის რომ მოიპაროს და ინციდენტი შემთხვევა რომ მოხდეს და აი ამის გამო მართლა აი ამის გამო ამ უმსგავსო საქციელის გამო შენ გამო იქ იმ ორ ადამიანს თუ ერთი დღეც რო იყო საპატიმრო პირობებში აღარაფერს ვამბობ რომ დიდი ხანი მოუწიოს იქ რომ ღირსება შეულახონ წამება არ ვიცი ცემა რაც არ შენ ხო ყველაფერს ელოდები ამ ხალხისგან ამ აგრესორი რუსებისგან და აი ეს რო გაუკეთო შენი საქციელის გამო იმიტომ რომ შენ ოპენიარზე გამოდიხარ რაღაცა ფესტივალია რომელზეც არაფერს არ ვამბობთ ხმა არ მოგვიღე ხო ამაზე და იქ შენ რაღაცა სუდა გემღერა მაგრამ სანამ იმღერებდი ეს გააკეთე და ამის გამო მე ძმაო მე აქ ეხლა დედას მიტირებენ ფიზიკურადაც ყველანაირად ამის პასუხისმგებლობას ვინ იღებს არავინ, ეგ არის მეორე მთავარი საკითხი, პასუხისმგებლობის საკითხი, რაც ასევე გქონდა ხო, მონიშნული და უნდა ვთქვათ, თავი დაანებე კაცო იქ საოკუპაციო ხაზთან კი არა, რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ქართველი ჩვენი სისხლი ხორცი, ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც რაღაც ფორმით იქ არის დაკავშირებული, ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, რა მნიშვნელობა აქვს, უდიდესი დიასპორა ყავს. ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ეს არის დაახლოებით მილიონამდე ქართველი, მაგრამ ამაზე გვეკიდებია რომ არაო მილიონი არ არის და თვითონ თავი ციფრებს აღიარებ მე რომ სულ რაღაც 80,000 ხორცს. მათ თავიანთი ციფრებითაც რომ თქვა 80,000 კაცებს თქვა. ხო, ჯერ ანამუსი უნდა თქვა რომ რუსეთში 80,000 ქართველის იქით არ ცხოვრობს, მაგრამ კარგი, ნუ აი ძალიან უხეშად დათვლით 200-300,000 კაცი მაინც ხო არის რაღაც ფორმით დაკავშირებული. რომელიმე მათგანს ამის გამო რომ პრობლემა შეექმნას, ვინ არის ეს ერეკლე გეწაძე არის მე პასუხისმგებელი იმ ხალხის უსაფრთხოებაზე? ეს აი პასუხისმგებლობას არ გრძნობ რომ შენ თუ შენ თავზე გაქვს ეგ პასუხისმგებლობა აღებული მარტო შენ რაც გინდა გააკეთე მართლა წადი იმ საოკუპაციო ხაზზე გადადი შევარდი თავი აიფეთქე თუ გინდა თავში გიხლია ქვა მაგრამ შენი საქციელის გამო რომ ვიღაცას მართლა პრობლემა შეიძლება იქ შეექმნას და ძალიან დიდი ამბავია რუსულ მედიაში ატეხილი ამასაც აუცილებლად
ნამდვილად შევეხებით და მე გამოხმაურებებს და ასე შემდეგ რაც მოხდა. იქ რომ რომელიმე ქართველს ამის გამო ვიღაცა ტვინგახურებულმა იქ რომ ნახა კადრი რუსმა საშუალო სტატისტიკურმა რუსმა ჩართო და ნახა კადრი რომ აი საქართველოში ეს ხდება და გავიდა და ქუჩაში პირველივე შემხვეთ ქართველს რამე დაუშაოს. აი ვინ არის მე ამაზე გეწაძე არის პასუხისმგებელი თუ პირიქით ამისთვის კეთდება სინამდვილეში ეს ყველაფერი რომ ზუსტად ესეთი ინციდენტები იყოს რომ მე აი ამ ლეშიჭამიებს მიეცეთ სალაპარაკო რომ ხედავ რუსეთში ქართველებს როგორ ექცევიან და ვინ აკეთებს ამ ყველაფრის პროვოცირებას ეს მე არავის აღარ გაახსენდება ეს არავის არ დააინტერესებს გეწაძე მე გმირი გამოვა ეს გმირი იქნება და ჩვენ ვინც ვამბობთ რომ ესე არ შეიძლება და არ შეიძლება უბრალოდ რომ სხვის ეროვნულ სიმბოლიკას აყენებდე შეურაცხყოფას და ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდე ჩვენ ვიქნებით მე ვიღაცა კრემლის პროპაგანდისტები და გეწაძე გმირი იქნება ამ ქვეყნის პირველივე ბომბის ჩამოვარდნაზე რომ აი სადგაძურება რო კაცშონ არის თან არ ვიცოდეთ მაინც ეხა მართლა ვინ არიან რა არიან რითი სუნთქავს და რითი აზროვნებს ეს ხალხი ეხა შენი პროფესიიდან გამომდინარე და მეც ეხა რაღაც წარსულში რაღაც შეხება მქონია სუზეპირად ვიცი ვინ არის რა საქართველო რა სამშობლო სიყვარული მაგათვის ეს არის აი რა მე რამდენი პრიორიტეტი ცხოვრებაში არც რო გაახსენდება და ერთი სული რო აქვს აი ლიჟბი ამ ქვეყნიდან წავიდე ამათი მოგონილი ფრაზა არ არის მიეცი შანსი რომ ამ ქვეყნიდან წავიდნენ და სადღაც სხვაგან ნორმალური სამსახური იშოვონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აი აქეთ მომხედავები არ არიან საქართველოს პასპორტს ისე გადახევენ და გაიქცევიან რომ ერთი არ მოენატრებათ აკაუნტს ეს ხალხია ნეტა გერმანიას დავეყარითო ეხლა ლუც დავლევდიო და გერმანიაში ვიცხოვრებდი გერმანიას დავეყარითო მართლა ეგ ხალხია ბუკვალო ეგრე ჯერათ რომ ჰიტლერს რო დაეპყრო საბჭოთა კავშირისთვის მოიგო ჩვენ ეხლა მერსედესებით ვივლიდით და რაღაც ბავარიულ ლუდს დავლევდით აი ეს ხალხი გვიმტკიცებს რომ ამ ყველაფერს თურმე სამშობლო სიყვარულის გამოაკეთებს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს იმ გართულებებზე მერე რა შეიძლება სახელმწიფოებს შორის მოყვეს ამ ყველაფერს ან აი სახელმწიფოთა შორის კიდე დიდი იმედი გვაქვს ჩვენ რომ არ ექნება მსგავს ინციდენტებს გავლენა აი ამ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე მაგრამ რომელიმე ქართველს ვინც იქ ცხოვრობს რომელიმე რუსისგან თენგო ერთ მაგალითს გეტყვი და მაგაში არ დაგეთანხმები რა აი მაგალითად რა ერთი რაც ცუდი ფაქტი მოიტანა ხა მე უბრალოდ არ მინდოდა ამის თქმა რადგან შენ მოიტანა მე გეტყვი და მოდი ჩვენ უთხრათ ჩვენ იმას რა ქვია მოსახლეობას და ასევე ჩვენ მზად გვაქვს კიდევაც აი ნიმუშადაც რო ვაჩვენოთ აი მაგალითად ერთი რა მოიტანა ცუდი აი უკვე ამ ფაქტმა რა შენ კარგად იცი და ჩვენ პლატფორმაზე ყველამ კარგად იცის მოსკოვში ცხოვრობს მამუკა ფიფია ხო ჩვენი მეგობარი დავანებოთ თავი რომ ის პოლიტიკურად აქტიური ასე შემდეგ და მოდი პოლიტიკური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივენ და ასე დავანებოთ ამ ყველაფერს თავი და უბრალოდ ეხა აი ერთი აი ამ ფაქტმა რა ცუდი მოიტანა მე ჩვენ მოსახლეობას ვაჩვენოთ თუ არის თუ არა ეს ცუდი მამუკა ფიფიას გუშინ ქონდა შეხვედრა იცით რომ მამუკა ფიფია არის ინიციატორი პლატფორმა შეიქმნა ასეთი ახალი ტრიბუნა და არის ინიციატორი ზეპარტიული საქმეა ეს და არის ინიციატორი ხელმოწერების შეგროვების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შორის და გუშინ მამუკა ფიფიას ჰქონდა შეხვედრა მოსკოვში სხვა შორის მე ვარ ნამყოფი ამ ეკლესიაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სადაც ქართველია მოძღვარიც ასევე რუსი მსახურებიც არიან და ქონდა შეხვედრა სტუდენტებს შორის სტუდენტებთან როგორც ქართველ ასევე რუს სტუდენტებთან სადაც ინიციატივა გააცნო ეკლესიაში ხდება ეს გააცნო ინიციატივა აი ამ ხელის მოწერების ყველა ერთხმად დაეთანხმა და სტუდენტებმაც ამასთან დაკავშირებით გუშინ დაიწყეს კამპანია აი ამ ურთიერთობების რუსულ-ქართულ ურთიერთობების ხელმოწერის შეგროვა მამუკა ფიფიას გუშინვე ქონდა მოლაპარაკება აი ხა რასაც მე ვამბობ მე გეუბნებით აი მე მქონდა მასთან საუბარი და მან მითხრა პირადად მითხრა მან ეს და აი ახლა უბრალოდ მე არ მინდოდა რომ ხა რადგან თენგომ ესეთი რაღაც თქვა და მამუკა ფიფიას გქონდა ასეთი ინიციატივა რომ მამუკა ფიფია მოლაპარაკებული იყო უკვე მამუკა ფიფია ასევე არის ხოთიშვილის უიცოდ საერთაშორისო კლუბი ასეთი სახალხო ურთიერთობის პრეზიდიუმის წევრია მას ჰქონდა მოლაპარაკება როგორც პოლიტიკურ დონეზე, ადმინისტრაციულ დონეზე და ასევე ტექნიკურად კომპანიასთან იყო მოლაპარაკებული უკვე რომ 26 მაისს, აი დღეს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, მოსკოვში გაენათებინა MGU შენობა. MGU შეგახსენებთ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა უნდა გაენათებინა განათებულიყო ქართული დროშით. უბრალოდ მინდა, აი მაგალითს გეუბნებით, აი ასეთი რამ უნდა მომხდარიყო მოსკოვში დღეს.
მაგრამ რატო არ მოხდა ეს? იმიტომ არ მოხდა სწორედ რომ კომპანია უკვე იმასაც მოლაპარაკებული პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილი როგორც ადმინისტრაცია ხო არის არ მოსკოვის უზარმაზარი ქალაქია პოლიტიკურად გადაწყვეტილი საკითხი და გადახდილიც იყო თანხა ამაში რომ კომპანია რომელიც მიდის და სპეციალურად შეკვეთილი და მაკეტი გაკეთებული თქვენ ნახეთ მაკეტი არ მოხდა რის გამო თენგო აი ამ საქციელის გამო და როგორ ფიქრობთ ეხა ვინ აიღებდა პას ეს ხო იქნებოდა აი ყველაზე რაღაც ეს აი ამის გამო არ მოხდა მე მინდა ეხა საზოგადოებას ვთხოვო და რესურს ვთხოვო დავაბრუნოთ იგივე კადრი რომელი კადრი აჯობებდა საერთოდ საქართველოს ქართულ და რუს ხალხის ურთიერთობებს შორის ეს კადრი რომ დღეს ესე ყოფილიყო განათებული MGU შენობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა თუ ის კადრი რომელიც სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ თელმა მოიცვა რუსეთ საქართველოს რა ვიცი მსოფლიომაც სადაც აი ის კაცი აკეთებს ამას აი რომელი ჯობდა რომელია კარგი ურთიერთობებისთვის მე აქედან გამომდინარეობ რომელი ისტორიული ფაქტი მოხდებოდა არ მომხდარა არასოდეს რუსეთის ისტორიაში მოსკოვში რომ აი ეს შენობა ამასაც თავის დატვირთვა ხო ამ შენობას ქართველი კაცია ამის როგორც დამფუძნებელი თავის დროზე ხო იმ წელს და მე უკვე არქიტექტორიც ამის და პირადად სტალინის დავალება იყო რომ ესეთი არქიტექტორი ყოფილიყო და ესეთ შედევრი ქართველების ხო ბერიას და სტალინის მაგრამ რომელი კადრი აჯობებდა ამიტომ ვერ დაგეთაქმებით ეგო რომ აი უკვე მოიტანა ამან ცუდი შედეგი და სხვა ეხა მისთვის რა იქნება განცხადებებიც ის და ამას შეციტყვი კი ბატონო და განცხადებები მართლაც არის ნუ პირველ რიგში ამ ფაქტზე მართლა უნდა ვთქვა და აი მათ შორის იმ ლიბერალების ტვინშიც რო იქნება რამე დაიბადოს წარმოიდგინეთ რომ უნდა ყოფილიყო აი ზუსტად ასეთი კადრი დღეს მოსკოვში, რუსეთის დედაქალაქში ერთ-ერთი უმშვენიერესი და ერთ-ერთი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი შენობა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა უნდა განათებულიყო საქართველოს დროშის სფერებში. მოსკოვში რუსეთზე გვაქვს საუბარი და ეს ყველაფერი უკვე დაორგანიზებული იყო, უკვე როგორც მერაბმას თქვა, თანხას გადახდილი ყველაფერი, მაგრამ აი ზუსტად ამ ფაქტის გამო ჩაიშალა ეხა ფაქტიურად და გასაგებია ეხა რატომა ჩაიშალა და გასაგები არის იმიტომ რომ თუ თქვენ შეხვალთ აი დღეს უბრალოდ რუსულ საიტებზე, როგორც მედიის საიტებზე, როგორც ვიდეო, ისე ბეჭდურ, ისე ინტერნეტ გამოცემებზე გადაჭრელებული არის ამ ფაქტით. ძალიან დიდი რეზონანსი აქვს რუსულ პრესაში, არა მხოლოდ რუსეთში, საერთოდ მთლიანად მსოფლიო პრესაში, ვინც არის აი ამ შემხებლობაში ქართულ-რუსული ურთიერთობების გაშუქების კუთხით, თავარი ტოპ ნიუსად აქვს ეს გამოტანილი, აი Google-ში უბრალოდ დავგუგლე ამ ადამიანის სახელი და გვარი რუსულ ენაზე, ერეკლე გეწაძე. რუსულ ენაზე 15 გვერდი ამოაგდო Google-მა წარმოიდგინე ინფორმაციის, რომელიც ბოლო რამდენიმე საათში დაიდო ამ ადამიანის შესახებ და რა თქმა უნდა კონკრეტულად ამ ფაქტზე არის საუბარი. რა ძალიან მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი იყო, რამდენიმე საათში მოყვა ამას გამოხმაურება კრემლიდან და თან უმაღლეს დონეზე კრემლის პრესპიკერმა მარია ზახაროვამ პირადად გააკეთა განცხადება მომხდარიდან სულ რამდენიმე საათში. ანუ ამას რატო აქვს მნიშვნელობა? იმიტომ რომ როგორც წესი, ნუ რაღაცა გამოხმაურებები თუ ხდება, ჯერ არის ქვედა დონეზე, კრემლამდე ან უმაღლეს დონემდე აღწევს ხოლმე ნელ-ნელა და შეიძლება რაღაც 2-3 დღის შემდეგ ან 1 კვირის შემდეგ თუ მართლა მნიშვნელოვანი თემაა, ვინმე გამოეხმაუროს. პირდაპირ კრემლი გამოეხმაურა რამდენიმე საათში ამ ფაქტს და თან თქვა რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მოხდებაო ამ ყველაფერზე რეაგირება. ნუ არ ვიცი, ეს პრაქტიკულად ნუ რას ნიშნავს ხა ეს ხო წარმოგვიდგენია? ხო, ეს რას ნიშნავს? ხო, უნდა წარმოიდგინოთ, შეიძლება თვითონ ამბის არ წარმოუდგენია იქ ყველაფერი სხვათა შორის, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც კრემლის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადება კეთდება და მე დიდი იმედი მინდა დავიტოვო, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ექნება ამას შეფასება. მე არ ვსაუბრობ იმას და მესმის ძალიან კარგად ეხა აქ კონტექსტი რაც არის და ჩვენ არა ვართ რაღაც ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ ხა რუსეთის დროშა შემოიხვიონ და ისე ირვინონ მდინარაძემ და გობახიძე, მაგას კი არ ვიძახ, მაგრამ შეფასება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტს ჭირდება, აუცილებლად ჭირდება იმისათვის, რომ სურათი იყოს, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების განწყობა. ეს არ არის საქართველოში მოქმედი ნორმალური სტანდარტი, რუსოფობია, ფაშიზმი იგივე და რუსოფობია ეს არის ფაშიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ იყოს მიკერებული როგორც ეს ქართული საზოგადოების საერთო მახასიათებელი. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მხრიდან მოწონებული და გაზიარებული საქციელი და ეს უნდა აისახოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში.
გუშინდლიდან მოყოლებული მე ველოდები, რომ ერთი ადამიანი მაინც ხელისუფლების წარმომადგენელი გააკეთებს განცხადებას. არა გვაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ დაიჭირეთ და მე თუ მკითხავ ხა სადაც დროშის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის გამოყავდათ ადამიანი 6 წლიან მოხს აძლევდნენ, ხო მაშინ? იმან რაღაც რამოდენიმე კაი ხანი მოუწია ემბის მეგონი. 3 თვეზე მეტი იჯდა კაცო, ლაშე შარუხია ციხეში იჯდა 3 თვეზე მეტი დროშის, ევროკავშირის დროშის დაწვის გამო და მაშინ გვახსოვს რა იყო ხელისუფლების აი ეს პანიკანარევი განცხადებები. არ ვითხოვთ ამ შემთხვევაში იგივეს, არ ვამბობთ ამ შემთხვევაში რომ რაღაც წლობით ეს კაცი ციხეში გაუშვით და გვესმის რომ ამის გამკეთებელი აქ არავინ არ არის, მაგრამ როგორც მინიმუმ ხელისუფლების მხრიდან განცხადება რომ ეს არის დასაგმობის აქციელი და ნებისმიერი ქვეყანასთან მიმართებაში, მით უმეტეს ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში, ვისთანაც პრობლემები გვაქვს, ასეთი ტიპის პროვოცირება და ასეთი ტიპის პროვოკაციების შექმნა რომ ეს არ არის საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, ეს უნდა იყოს აუცილებლად დაფიქსირებული და მე იმედს ვიტოვებ რომ ამას საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს. აქ არის კიდევ მეორე ფაქტი და მეც იმედი მაქვს რომ ექნება ვინმეს არ ეგონოს არავინ არ მინდა გაიფიქროს არც ჩემიანმა ან ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა ან ჩვენი მეგობარმა ან ახლობელმა ან უცხო ადამიანმა გვისმენდა გოროს ჩვენ ამას ყველაფერს ახლა სიხარული და ნიშნის მოგებით ვამბობ ეს არის ისეთი ფაქტი რომელ ფაქტზეც და რაზეც ახლა თეგო მისაუბრა რომ როდესაც შენ თუ არაფრად არათული ის ქალბატონი არის 150 მილიონიანი ქვეყნის და სოფლიოში აღიარებულია ნომერ პირველი დიპლომატები არიან სხვათა შორის რუსები ამას ის ლიბერალებიც ამბობენ სხვათა შორის ხო ეს არის იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი ეშელონი და წარმომადგენელი რომელიც ესეთ განცხადებას აკეთებს არ მიხარია არანაირად და პირიქით სწორედაც რომ დაიძაბება სიტუაცია და ასეთი საქციელების გამო და კიდევ არის ერთი რამე აქვს არავის არ ეგონოს ვინმეს რომ ან ოფენიარზე მისული რომელიმე ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა თუ არ ვიცი სადღაც რაღაც შეკრებები რაც არის ყველას ვისაც რა უნდა თავში გვაუხლე ვიღაცას მოწონს ის გემოვნებიანი მუსიკა ვიღაცას არ მოწონს ვიღაცა ეთანხმება იქ რაღაცა მაგრამ აქ საუბარი რაზე რაც თენგომ თქვა თუ რაღაცა ეს ოფენიარი და რაც არის ეს ოფენიარი რასაც ნიშნავს შინაარსობრივად თუ რა მუსიკაზეა საუბარი ფესტივალზეა საუბარი იქ ეს ხალხი დადის ამიტომ არაფერ შუაში არ იყო აქ ის დროშა საერთოდ და მით უმეტეს არაფერ შუაში არ იყო საერთოდ ის საქციელაც გააკეთეს მაგრამ ეხლა თავარზე დავსვათ კითხვა აი ეს რუსოფობია ეგრეთ წოდებული თენგო და ეს ანტირუსული განწყობები ძირითადად ვის აქვს მოდი ეხლა ვნახოთ და გადავხედოთ ოფენიარი საერთოდ ზოგადად ვინ არიან სპონსორები ამ ოფენიარის კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარ შემთხვევაში კონტექსტი არ გვაინტერესებს ჩვენ. რაზეა ლაპარაკი კაცო, იქ შეიძლება ძალიან ბევრი ჩვენი, არ ვიცი, მეგობარი, ოჯახის წევრის შვილი, ახალგაზრდა იყო, დადის, უსმენე. ამაზე არავინ არ დაობს. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ აი ასეთი საქციელები იქიდან ხდება. ესეთი რუსოფობიული განცხადება რო ხდება. ვინ არიან ამის ავტორები? ვინ არიან ამის დიდასოები წერია რომ ვინ არიან ამის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და დაფინანსება სპონსორები ჩვენ გვაქვს მე მგონი ვიდეო ხო რომელიც შეგვიძლია გავუშვათ იცი უბრალოდ რომ ვიცოდეთ რა თუ რამე გვეშლება კი ბატონო ერთ-ერთი მთავარი არის მამუკა ხაზარაძე წერია კიდევაც ლიზე ხდება თუ არ ვთქვი მის ტერიტორია შემდეგ ბატონი თემური ჭყონია მისი ერთი ელემენტარული მარტო წარმოებაც როგორ იყიდება იქ ვიცი და აგერ თავარი ბატონი ყობა ნაყოფია. ეს სამი კაცი გამოირჩევა რუსოფობიული და ანტირუსული განცხადებებით, მაგრამ ყველაზე დიდი კავშირი ამ სამ კაცს მათი მთავარი არსი, ცხოვრების არსი, ფული რო ბევრი კონდეთ, ფინანსური ინტერესები და ფულის გამო ესენი რუსეთთან ყველაფერს აკეთებენ. ანუ ამ ადამიანებს რუსეთთან ფულის შოვნა შეწყვეტილი არ აქვს. თემურ ჭყონია არის მე მგონი კოკაკოლის მთავარი ექსპორტიორი რუსეთში, ხო რაღაც პრიზის გადასცემ. კი ბატონო, ეს ხო ვიცით კარგად. მამუკა ხაზარაძე, რომელიც არის აი ის კი არა რომ აი ესეთი რაღაცების დაფინანსებელი და მისი აბრა არიან ოფენიარზე, მაგრამ თავარი ანტირუსი რო კითხო და რუსოფობური განცხადებებით, ერთი კითხვას ვავ თენგო, მე მაინტერესებს შენ კითხო და ჩვენ საზოგადოებას კითხოთ. დღეს აქ შემოსული რუსეთიდან წამოსული ხალხი, არ ვიცი მე ბიზნესმენები გამოგცათ რომელ ბანკში ხდება ამ ადამიანების ანგარიშსწორება და ეგრეთ წოდებული ფინანსური ბიზნესი იქნება თქოს რომელი ბანკი უკეთებს ეგრეთ წოდებულ ფინანსურ არ ვიცი მე ბარათებს თუ ანგარიშებს რომელი ბანკი უკეთებს ხომ არ არის შემთხვევით ეს მე და შენ არა გვაქვს ბანკი ხო ჩვენ არა გვაქვს ბანკი ხომ არ არის შემთხვევით ეს მამუკა ხაზარაძის ბანკი
ნუ თემურ ჭყონიაზე ხა ხო ამბობთ კაცმა თქვა რომ მე სანქციებს შევდივარ და ქართული კოკაკოლა რამდენი ხანია იქ არის და დადის და ეს ამ კაცმა რა გააკეთა ეს მე ვიცი კარგად იმიტომ რომ მე ვიცი კაცმა რომელმაც თქვა რომ კოკაკოლა არ შევა რუსეთში ძალიან მარტივად კოკაკოლა შედიოდა და გადიოდა ტონობით სხვა სახელით და იმით ანუ სხვა კომპანიით ანუ გამაგრებელი სასმელები და ასე შემდეგ და კომპანია ანუ ეს კაცი რუსეთს აგინებს მაგრამ რუსეთშია ყველაზე დიდი ფული ნაშოვნი და იქ შოულობს და კობანაყოფიაზე რა უნდა თქვა კაც რუსული პასპორტი უდევს ჯიბეში ეხლა მე მინდა საერთოდ სხვა რაღაცა ვთქვა ეხლა მე მინდა რუსებს დაუსვა კითხვა აი რუსებს მინდა დაუსვა კითხვა არ ვიცი მე რუსული სპეცსამსახურები იქნებიან თუ პოლიტიკური სფერო იქნება თუ არ ვიცი თუ ეს პოლიტიკოსები იქნებიან მათ შორის ვიცნობ თუ არ ვიცნობ თუ რას ხელისუფლება ხალხო ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ ეს ადამიანები აქ ესეთ კამპანიებს ვაფინანსებენ და ესეთი განწყობები რო აქვთ იქ მოკითხეთ ერთი თქვენთან ერთად თუ თქვენ ამდენ საშუალებას აძლევთ რა ფული იშოვონ და მე ეს ფული დახარჯონ იმაში რომ ჩვენ აქ მე ჩვენნაირი ხალხი ვისაც უბრალოდ გონია რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა დიალოგი რაღაცას წარმოადგენს და რაღაცა საფრთხეებს გამოვრიცხავ და იქნება და შედგეს ნორმალური ურთიერთობა ჩვენ შორის ჩვენ არ დავიჩაგროთ და ჩვენი მიზანი არ დაიჩაგროს ჩვენი მიზანი რა არის თენგო ჩემი და შენი რა თქმა უნდა მთავარი ამოცანა გადასაჭრელი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობა და რომ ხვალ და ზეგ არც იმან იცოდეს არ იცოდეს რომ მე მტერი ვარ და თავს არ დავესხმები და მით უმეტეს მე წარმოდგენა გაქვს ხა ჩვენ რა გვინდა ამიტომ რუსებს მინდა უთხრა იქით რუსებს აი იქ ვინც ამათ ფული აშოვნინეთ კობანაყოფიას მოკითხეთ მამუკა ხაზარაძეს მოკითხეთ რა ქვია თემურ ჭყონიას მოკითხეთ ხალხო ფულს ესენი შეულობენ მე თენგო და სხვა ადამიანები კი არა და ესენი მე მიდიან და აი ამას აკეთებენ ამას აკეთებენ და მე ამათ გამო ჩვენ უნდა დავიჩაგროთ მოსახლე ისტორიულად უნდა რაღაცა შეიცვალოს და რაღაცა მოხდეს ძალიან სწორი აქცენტი არის და მართლაც აი ესე ის რუსეთის მოქალაქეები ეხლა ჩვენ მე ეჭვება რომ ხმა მივაწვდინოთ და ვინმე უსმენდეს ეხლა ჩვენ გადაცემას იქიდან მაგრამ აი ვინც არის აღშფოთებული მართლა ამ ყველაფრით რომ რატო მოხდა ეს საქართველოში ჩემო ძვირფასებო ეგ ყველაფერი არის იმ ხალხის მიერ დაფინანსებული რომლებიც ფულს შეულობენ სწორედ რუსეთში სხვაგან კი არა ხა სად ხაზარაძე და ნაყოფია ეხლა ევროპულ ბაზარზე ნაკლებად არიან ხო წარმოდგენილები თუ რამეს აკეთებენ და ჭყონია კიდე განსაკუთრებით შოულობენ რუსეთში ექსპორტით ფულს რუსეთში შეტანით საქონლის თავისი ნაწარმის რუსეთიდან გამოტანით ხაზარაძის შემთხვევაში ძალიან სწორად თქვი რომ ეს რუსები აქ რო ჩამოდიან და ანგარიშები და ქონებას ყიდულობენო რუსები რომელი ბანკის გავლით ყიდულობენ ქონებას მე არა მაქვს ბანკი და მერაბს არა აქვს და ჩვენ არა გვაქვს ბანკები ორი ბანკია და სამი ბანკი საქართველოში სულ სამივე მაგათ იმ სამიდან ორს არა აქვს უფლება ბანკი მაგათ ხელშია კაცო რა ორს აქვს მარტო უფლება რომ აწარმოოს ესეთი რამე და შედით TBC ბანკში შედით რამდენს ნახავთ რუსულენოვანი ბატონები საბუთებს აკეთებენ და ეს კაცი ხაზარაძე თან აგინებს რუსებს და მე არ მახსოვს ვერ ვნახეთ მაგრამ რომელიღაც სიუჟეტი ვნახე თუ აი ამ ფონზე ხაზარაძე რო ამას ამბობს და რუსოფობიური განწყობა რო აქვს და რო კითხო რომ სანქციებშია რა შემოსავალი მიიღო მარტო რუსეთის მოქალაქეებიდან შემოსული გადმოვრიცხები და აქედან ბიზნესის წარმოება რო დაიწყეს აქ რუსებმა სხვათა შორის მე და თენგომ კი არა და ჩვენ რას გვერჩით მე მინდა რუსეთში უთხრა იმ ხალხს ვინც ეხა რაღაცა განწყობები შეეცვლება და აი ამ ხალხს მოთხოვე და მაშინ ერთა ან გადაწყვიტეთ აი ამ ხალხი შოულობს ფულს თქვენთან ერთად და მე გაგინებ აი ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს რომლებიც აქ არიან ძალიან რუსოფობიურ განწყობაზე ერთ-ერთი მომხმარებელი მათ შორის გვიკომენტარებს ბულეიშვილი არის გვარ სახელს მოდინი მაინც ნუ დავასახელებთ რომ აი თქვენ რუსეთის პროპაგანდისტებო გულზე მოგხვდათ ეს ამბავი და დები აი იდიოტი ხო არ უნდა იყო ადამიანი მართლაც რაზე ვსაუბრობთ თუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ეგ ყველაფერი მოგწონთ ბატონო ბულეიშვილო როიცოდეთ თქვენ მაგ ყველაფერს აფინანსებს ხალხი რომელიც რუსეთში შოულობს ფულს ამას ხსნით ეხა ჩვენ ზუსტად რომ აი თქვენ რო ამ რუსოფობიულ რაღაც ნარატივებს twin-ში ვინც გიდევს თვითონ რუსეთში ფულ შოულობს იქიდან იღებს ამ ყველაფრისთვის თანხას და თვითონ ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ და აქ რო რამე მოხდეს თქვენნაირი ჩემნაირი ჩვეულებრივი რიგით ქართველებს შეექმნებათ პრობლემები თორე ისინი ყოველთვის იშოვიან ფულს და ისინი მე ისევ გმირები იქნებიან გაიქცევიან ამ ქვეყნიდან ევროპიდან დაგმობენ მე აქ რუსეთის აგრესიას და აქ უნდა შეაწყდეს და შეაკვდეს მაგ ყველაფერს რიგითი ჩვენნაირი ქართველები
მეტი კი არა, ხაზარაზე კი არ შეექმნება პრობლემები მაგ ყველაფრით. აი ამას რო ვერ ხვდები, ამას რო ვერ საზღვრავდა, აი იმდენად გაქვს უკვე ტვინი ჩაკეტილი, რომ უბრალოდ აი სურათი მოგწონს იქ რუსეთის დროშას ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და ამის იქ არაფერი აღარ გაინტერესებს. ამას ნუ არ ვიცი ეხა. არა, და თუ ერთი ადგილი გაქვს, ხო? ეხა არ მინდა ძალიან ბევრი ტროლი, არ მინდა ეხა ჩვენ არ არსებულ გაზ გამოვეხმაროთ, მაგრამ არა, რეალური მომხმარებელია. რეალური მომხმარებელი თუა. მე აი ამ ბატონ გულეიშვილსაც და მისნაირებს უნდა უთხრათ. თუ რამის თავი გაქვთ წადი რა ეხა საოკუპაციო ხაზზე დადექი იქა. ანდა წადი უკრაინაში, აი ხო ამბობ რომ გულზე მომხვდა. გულზე მომხვდა კი, იმიტომ რომ ვხედავ ამაში ჩემი ქვეყნის არა წინსვლას, ან იმ მიზნის მიღწევას კი არა ტერიტორიების დაბრუნებას. მე მინდა ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი. და ჩვენ გვინდა რომ აი რუსეთთან თავარი ამოცანას გაგასა გადავჭრათ. და მე მინდა რომ ის მილიონამდე ქართველი თუ საქართველოს მოქალაქე ვინც იქ ცხოვრობს ჯანსაღი ურთიერთობა ქონდეს. და არა ამის გამო ეხლა შენ რომ მოგწონს და მე რო ამბობ გულზე მომხვდაო, შენ სად მოგხვდება ამის გამო? ალბათ შეიძლება მე სხვანაირად გაგცეთ მაგაზე პასუხი. მაგრამ წადით და მე არ მინდა სწორედაც რომ ამან მიზანს კი არ მიმიყაროს, არამედ ძალიან დამაშოროს და მეტიც უარეს იქნას. და შენ და აი მისნაირები, აი იქ ვინც ეს გააკეთა, არც მამამისი სხვათა შორის 8 აგვისტოს სად იყვნენ? და 8 აგვისტოს, როცა ყველაზე მეტად უჭირდა და მათ შორის აფხაზეთის ომშიც, ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები, ახლობლები იბრძოდნენ სხვათა შორის აი იმ რუსეთის წინააღმდეგ, ვისაც შენ ახლა დღეს რუსოპაო აგრესიულს ეძახი და მაგრამ აი ეს ახლა რაკ ახარ დამალულ და აქ მოგწოს და უწო. წადით შენ და გეწაძე მეხლა და საოკუპაციო ხაზზე გაიცი. არა, მოდი თან გვიკომენტარს იტყუებით რომ რუსეთში რო შეულობენო ეგო არ ეტყუილი მოკლედ. ნუ კარგი, გასაგებია ახლა. გონება შეზღუდულებზე ნუ დავკარგავთ მაინდა-მაინც დიდ დროს და უფრო მნიშვნელოვან თემაზეც გადავიდეთ. ვინ არის ამ ყველაფრის ფინანსური პატრონები, ვნახეთ ვინც არის, მაგრამ ვინ არის იდეოლოგიური პატრონი საქართველოში რუსოფობიის, ვინც უწევს ამ ყველაფერს კულტივირებას, ვინც უწევს ამ ყველაფერს წლების განმავლობაში რო ნერგავს. ერთ-ერთი მათ შორის არის ეს და არც არის დამალული მათი მხრიდან, მინდა ვნახოთ ვიდეო, ეს გახლავთ სწორედ ევროპული სტრუქტურები. ის ხალხი, ევროპელი დიპლომატები, რომლებიც დღეს აქ რაღაცა ჭკუას გვარიგებენ და მე მახსოვს მათი ტექსტები რაღაც ქსენოფობია არ შეიძლება თურმე და ქართველები, აი, როდესაც იყო ის დრო, როდესაც ეს ლიბერალები იყვნენ იმ ჭკუაზე, რომ ყველას რო ქსენოფობებს გვეძახდნენ, რომ ვინც მათ შორის მიგრანტებზე ხმას იღებდა და ასე შემდეგ. დღეს ისინი არიან სწორედ რუსოფობიის მთავარი იდეოლოგიური სპონსორები. ვნახოთ ვინ უწევდა პატრონაჟს და ვინ უწევს პატრონაჟს ამ ფესტივალის ორგანიზებას. ამის შესახებ ვიდეოს ისინი თავადვე ავრცელებენ. გამარჯობა, ჩვენ ვართ ნიკო ნერგაძე და ეკა დემეტრაძე. თბილისი Open Air-ზე გიმასპინძლებთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კუთხეში. იცით რა არის ევროპის საბჭო? ეს არის ევროპის წამყვანი ადამიანის უფლებების ორგანიზაცია, რომელიც 46 სახელმწიფოს აერთიანებს. ევროპის საბჭო უკვე მეხუთედ უერთდება ფესტივალს და წინა წლების მსგავსად სახალისო, ინტერაქციულ და შემეცნებით აქტივობებს აქტივდება. შევხვდებით ფესტივალზე. ამოდით. მე იქით წავალ, შენ იქით წადი. დიახ, მეგობრებო, აი ამ სრულიად ფერადი მხიარული საყვარელი ვიდეოების უკან დგას დამალული ის იდეა, რომ აი წარმოიდგინეთ, ეს იყო რეკლამა ამ ფესტივალის, სადაც მოგვიწოდებენ აი ეს ჩვენთვის ძვირფასი მსახიობები თუ საზოგადოებისთვის საყვარელი ხალხი, რომ მობრძანდით, მეგობრებო, ძალიან კარგი ფესტივალია, მუსიკალური ფესტივალი, მიყვალ და შენ სინამდვილეში იქ ხდება ის, რაც ჩვენ ყველაფერი ვნახეთ. საქართველოში რუსოფობია არ იგეგმებოდა, არ ხდება, ეს არ არის სპონტანური მოვლენა, ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა, რომ აი საშუალო სტატისტიკური ქართველში იჯდეს ის მენტალიტეტი, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა ამ Open Air-ზე, მაგრამ ამ ყველაფერს უწევს იდეოლოგიურ პატრონაჟს და უწყობს ხელს სწორედ აი ეს ევროპული სტრუქტურები, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონობით გრანტს ხარჯავენ ზუსტად აი ამ იდეოლოგიის კულტივირებაზე და მე რა ბარემ ჯობია რომ შემდეგი ვიდეოც გავუშვათ და შემდეგ შევაფასოთ აი ეს ყველაფერი, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მართლაც გუშინდელი ფაქტი ხო არ არის ერთადერთი ფაქტი, ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს, როგორ ნაბიჯ ხდებოდა საქართველოში იმ აღქმის შექმნა, რომ ქართველები ჩვენ ვართ რუსოფობები, ვისაც ვერ ვიტანთ აქ რუსის დანახვას და ამისათვის საკმაოდ დიდი ფულია დახარჯული. ბევრი ცნობადი სახე იყო წლების განმავლობაში ამ ყველაფერში ჩართული, მთელი კამპანიები არის ამაზე დაფინანსებული. ჩვენ მცირე კოლაჟი ვითავაწყეთ, ძალიან მცირე ნაწილი აი იმ რუსოფობიული გამოხტომების, რასაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. კარგით ვიცით რომ ხელისუფლება პრორუსული ყავს, უნიათო ჩვენ ქართველებს, ადამიანებს, ხალხო თქვენ რას აკეთებთ?
ეს ნაკადი, ეს ჭუჭყიანი ნაკადი, რუსული ჭუჭყიანი ნაკადი შეიკრიბეთ, ავტობუსებით იქნება, მანქანებით იქნება, თურითიც იქნება, ლარსზე შეაჩერეთ მათი გადმოსვლა. ჭხუბიც რომ დაგჭირდეს, ხელჩათვლილ ბრძოლაც რომ დაგჭირდეთ, შეაჩერეთ მათი მასიური შემოსვლა, რუსი ღორების მასიური შემოსვლა. В каждом русском человеке сидит маленький Путин, маленький Николай II, захватчик. აი ეს უნდა საქართველოს მოგკლავენ, გაწამებენ, შეურაცხყოფენ და მე მოვლენ და აი აქ გეტყვიან რომ მე აი აქ უნდა დავკეტო ეს სასტუმრო. და მთელი უბედურება არის რომ ვიღაც ამას უკეტავს. კვერცხის სროლით, რა ვიცი, შეურაცხყოფით გავიდნენ და ასე შეურაცხყოფილი წავლენ აქედან და აუცილებლად მოახერხეთ იმას, რომ დღეს ესენი გავყაროთ ისე როგორც რამდენიმე დღის წინ გავყარეთ რუსი ოკუპანტები. ეს იყო იმისი დემონსტრირება, რომ არა ის რომ შეიძლება ქართველს გაუჩნდეს პრეტენზია რუსეთის ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში აი ზუსტად სპეციალურად ქონდა ისეთი მომენტები ამოჭრილი. სადაც საუბარი არ არის რუსეთის ხელისუფლებაზე, არ არის რუსეთის სახელმწიფოზე, არ არის საუბარი რუსულ იმპერიალიზმზე, არ არის საუბარი რუსულ ოკუპაციაზე, საუბარი არის იმაზე, რომ ყველა რუსი არის ყველა რუსს ესე უნდა, იმიტომ რომ ის რუსია უკვე იმსახურებს დამცირებას, უკვე იმსახურებს შეურაცხყოფას. ამ იდეის კულტივირება ხდება უკვე წლებია საქართველოში. თუნდაც ის რომ აი რო დარბიან ეს აქტივისტები და რუსი რო იძახიან სალანძღავ სიტყვად რო გაიხადეს, ეს რომ რუს რო დაგიძახებენ, ეს რაღაც შეურაცხყოფელ კონოტაციით უნდა ჟღერდეს მიზანი. ეს არის ამ შემთხვევაში უკვე მართლა ფაშიზმი. ფაშიზმს ხვაკე არაფერი არ არის. ფაშიზმი იწყება აქედან და შემდეგ ამას მიეცემა სისტემური სახე, რომელიც უკვე აი გერმანია იყო ზუსტად იგივე 30-იან წლებში, უბრალოდ მაშინ აი იმ ანტისემიტიზმს მიეცა სისტემური სახე. თავიდან ცალკეული გამოვლინებები იყო, იქ ვიღაცა შეუვარდებოდა რომელიმე ებრაელს, იქ სადღაც ვიღაც ებრაელს მიაყენებდა შეურაცხყოფას, ოღონდ ამას ჰქონდა ეს ცალკეული გამოვლინებების სახე და მერე უკვე ამ ყველაფერს ეძლევა სისტემური ხასიათი და ხდება აი ფაშისტური რეჟიმის შექმნა. ჩვენ რასაც ვადევნებთ საქართველოში, ეს არის ფაშისტური საზოგადოების პრელუდია, როდესაც იწყება ეს ყველაფერი ქვეყანაში, როდესაც შენ გააჩვევენ რომ ეთნიკური ნიშნით ადამიანზე დაცინვა, ეთნიკური ნიშნით ადამიანის შეურაცხყოფა, რომელიღაცა ეთნოსის აი დამცირება და შეურაცხყოფა ეს არის სტანდარტი. მერე უკვე რა თქმა უნდა თუ ეს შენარჩუნდა როგორც სტანდარტი და ამან მიიღო უკვე რაღაც ნორმალური სახე, რაღაც პერიოდის შემდეგ იგივე აისახება უკვე პოლიტიკაში, იგივე აისახება კულტურაში, იგივე აისახება ხელოვნებაში და საზოგადოება ყალიბდება უკვე როგორც ფაშისტური განწყობების საზოგადოება, რომელიც მზად არის რომ მარტო იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება არის სხვა ეროვნების და რუსი ეროვნების, მარტო ამის გამო შეუძლია რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ან დაამციროს ან მოიქცეს ისე როგორც მოიქცეს და იქ ვიდეოში კარგად ჩანდა ერთი ქალის ბათუმის კადრები არის, აი ეს წივილი რომ ყველა რუსში ცხოვრობს პუტინი და ყველა რუსი ერთნაირია და რუსი არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში. აი ამ უბედურებიდან იწყება სინამდვილეში. ეს არის სათავე ფაშიზმის და თუკი ჩვენ რამეს უპირისპირდებით, ამას უპირისპირდებით, თორე ის კი არა რომ აქ ვიღაცა შეიძლება რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობ. რუსეთს კი არა, ჩემი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ვარ განწყობილი ხანდახან, ხო, ისეთი სიტუაცია რო ხდება. რუსეთის ხელისუფლება რატო უნდა მიყვარდეს ან რაში მაინტერესებს ამაზე რუსმა ხალხმა ინერვიულოს. პუტინი ეყოლებათ თუ სხვა ეყოლებათ, ეს არ არის ქართველების გადასაწყვეტი, ეს არის რუსების გადასაწყვეტი. იმ ხალხის ხელისუფლებაა. ჩვენი გადასაწყვეტი აქ რაც არის რომ გვინდა თუ არა იმათთან ომი. ეს არის გადასაწყვეტი ჩვენი რეალურად, ხო? აი როგორებიც არიან, რა მნიშვნელობა ზოგჯერა რომ ანგელოზები არიან, ზოგჯერა რომ დემონები არიან. მე არც ერთ მხარეს არ ვიზიარებ მაგალითად და ყოველთვის რაღაც შუალედურ პოზიციას ვირჩევ ხოლმე, მაგრამ როგორებიც გინდა იყვნენ ისინი, ჩვენ გვინდა თუ არა მათთან ომი, გვინდა თუ არა მათთან კონფრონტაცია, ეს არის ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და არა ის იქ რუსეთის ხელისუფლებაში ვინიჯდება. ამას მიხედავენ თვითონ რუსი ხალხი. სამწუხაროდ აი ამ ყველაფერში, ამ სურათში, როგორც ვთქვით, წლების განმავლობაში მილიონობით გრანტი აქვს დახარჯული დასავლეთს და კიდევ უფრო სამწუხარო არის, რომ ამ გრანტების და ამ თანხების ხარჯვა სხვადასხვა გზების დღესაც მიმდინარეობს. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, თენგო, სავსებით გეთახმები. პათოშიც და შესაბამისად, რა თქმა უნდა. ესე დამოკიდებულება ყველა ნებისმიერ ნორმალური ადამიანი რაღაც ფაქტი რო ხდება ჩვენს წინაშე, რომელსაც ვხედავთ. ეხლა რომელსაც ვერ ხედავთ ჩვენ წინ ეხლა უზარმაზარ უამრავი მოლეკულა და ატომები და ისინი დაფრინავენ და დადიან და ბევრი რამე ხდება, მაგრამ იმას ვერ ვაფასებთ, იმიტომ რომ ვერ ხედავთ, მაგრამ რასაც ვხედავთ,
ამას ვაფასებ. და ბუნებრივია რომ ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვინც ამ ფაქტს ნახავდა ზოგადად და მithumetes ამად გამოსვლებს რო უყურებს ამად რუსოფობიურ განწყობას რა თქმა უნდა ესე აფასებს. მაგრამ ეხლა ნახეთ აი ეხლა ვიდეო რაც ნახეთ. შენ საუბრობ მთავარ პრინციპებზე, აი მორალურ, ზნეობრივ პრინციპებზე. მე ვიცი, გააზრებული, კაიხანი გააზრებული მქონდა, რომ ჩვენი მტერი იყო, დაუძინებელი მტერი იყო ოსმალეთის იმპერია. მეტიც. საუკუნე ნახევარი თბილისი არ იყო ქართველების. მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავდა, რომ ვინმე ამას შეგუებოდა ან არაფერს არ აკეთებდნენ იმისათვის, რომ რაღაცა საქციელებით, რაღაცა პერსპექტივაში გათვლილი დიპლომატიით, რომ ეს ყველაფერი ოდეს და ან არ ჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი, რაღაც პრინციპები ხო ქონდათ, რაღაც პრინციპული ისტორია, ანუ ჩვენი ქვეყანა მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ეთელი 3 საუკუნე, იმიტომაც გამოვედა, მოვედა აქამდე რაღაცა პრინციპი ჰქონდა, რაღაცა შეთანხმება ჰქონდა, მორალური, ზნეობრივი, რაღაცა სუვერენიტეტის დაცვის თემა ვიცოდით, ანუ გააზრებული ჰქონდა რა არის სუვერენიტეტი, ჩვენი სულიერი მისია რა არის, ისტორიული ნაწილი რა არის. და ამათ პრინციპები არ აქვს. ელენე ხოშტარია. ქალი რომელიც ყველაფრით, ყველა ლოგიკით, ყველა მისი შემოქმედებით, არსით, ცხოვრების წესით უნდა იყოს, უნდა ცხოვრობდეს, სალოსივით უნდა იყოს. აი, არ ვიცი, აი როგორ ვთქვა, ნუ აი გადადებული უნდა ქონდეს, თავისი, როგორც ის ლაპარაკობს, გადადებული უნდა ქონდეს მას, თავისი ცხოვრება, ფიზიკა, სხეული, სული, ყველაფერი, რომ ეს ერი, რუსეთი დამარცხდეს, დაანგრიოს, მაგრამ რას ვხედავთ? ქალბატონი ხოშტარია, ლაკა ხოშტარია. ამ ყველაფრის მეორე მხარეს უპრინციპო ქალი პირიქით საზრდოს იღებს რუსეთიდან. რუსეთის ფედერაციიდან აქ შემოსავალი, რომელზეც იძახ არც მალავს ეძახის რაო მეკუთვნისო კაცო. მეკუთვნისო ესო იქო ვიღაც ბიძაჩემს და იმას ეკუთვნისო. ანუ მისგან იღებს, სარგებელს იღებს ამას არც ვიტყვის უარს. ის მარტო მე და შენ გვხვდება. ჩვენ დავხვდა თვითმფრინავები როგორ აღადგინეთო. ჩვენ დავხვდა იქ ეს ყველანაირად ამორალური, დეგრადირებული ქალი, სამწუხაროების ქალი პოლიტიკოსია. დღეს ამაზე გვიწევს თქო რომ პოლიტიკოსია. ეს ამოცნების დანაშაულიც არის, ხოთა შორის რომ ამდენი ხანი არ გაეცა საკადრისი პასუხი. 12 წლის თავზე შედგა ეს კომისია და ისიც არ ვიცი როგორ დამთავრდება, თორე ესენი 2013 წელს უკვე გასამართლებულები იყვნენ საზოგადოების ხედავ, უბრალოდ ბეჭედი უნდა დასმოდა სამართლებრივი. ეს ქალი, უპრინციპო ქალი ამას ამბობს, რომ არაო, აი, მაგრამ ესო ფულს ავიღებ, აბა რას ვიზაო. და მე შენ ჩვენი გუნდის წევრებს, სხვა ადამიანებს დახვდა და მეცაც გეტყვი. აი ეს ხალხი იქ ჩამონათვალში რო არის ვიდეოში და კიდე რამდენი, რომელიც წინააღმდეგი იყო ფრენების აღდგენის, როგორ ოკუპანტები ჩამოგვიყვანეო, ესე იგი რა სიგიჟე იყო, რომ ფორმულა ჟურნალისტი მხვდება და აუნება დიმან ორქიფანიძეს თუ არ ვცდები თუ მიშა ჟღენს, არ ვიცი, არ მახსოვს რომელიღაცას, იმიტომ რომ ეუბნება რომ ხო და ჩემზე ამბობს თან და მე ჩემზე ამბობს, ანუ იმას ეუბნება რომ მერაბ ჭიქაშვილმაო ჩამოიყვანაო აქ ოკუპანტები ჩამოგვიყვანა ოფიციალურადო და მეორე დღეს ეს რეისი როგორ არის ხო ანუ ეხლა კი უკვე ვიცით როგორ არის და დღეში 5 რეისი დაფრინავს მაგრამ ეს რეისის შესრულება რა იყო მისია რა იყო ანუ პირველი რეისი წამოვედი ჩვენ ოფიციალურად ელი პრესა ყველაფერი და ეს რეისი უკავნა გაბრუნებული იყო ხო შესრულება ვინ გაყვა იცი კოტე კემულარია მაპატიეთ ეს ნაბიჭვარი კაცი და ჭიჭინაძე როა დავით ჭიჭინაძე აი ამ ახალ აღდგენილი რეისით გაფრინდნენ ესენი უკან და იქ რო კითხეს და რო ნახა ჩვენმა ერთმა მეგობარმა რო დაინახა იქ სტრუქტურებში სხვათა შორის რო დადიოდა ბიჭო შენ რო ეხლაო რა ამბავი აუტეხეთო მერაბ ჭიქაშვილსო და სოლიდარობასო ფრენებზეო და კაიო რა ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენ ჩვენსაც მუშაობთ აი ამ პრინციპის ხალხია თენგო და შერაც ჩამოაყალიბ ეგ არის მაღალი ზნეობრივი თვითშეგნება თუ მტერია მტერთანაც იყავ ავაგად აი ეს არ ვიცი მეტი აღარ მინდა მე იტყვენ აი სუფრაზე თამადაო ეს ხო ჩვენ გვა გააზრებული და მტერი იყო ბისმარკისთვისაც საფრანგეთი იმ შუაგულ ევროპაში მტერი იყო და იმიტომ დაუბარა ამ გერმანელებს და იმიტომ უთხრა რომ ყველასთან
ოღონდ რუსეთთან არ დიომოთ და რუსეთთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ, იმიტომ რომ ნომერ პირველი ვინც უკრიდან ეგრევე დაგარტყავთ ხანჯალს და დანას თუ ფეხს დაგიდებთ, ეს არის აგერ შენი მტერინიცა გყავს მუდმივი ფრანგი, ინგლისელი და ასე შემდეგ. აი ეს არის და იმ ხალხს პრინციპი ჰქონდა. დიდი ბოდიში, მაგრამ იმ გიტლერსაც, იმ ავაცახსენებას, რომელსაც გამოუტანეს ის რაც დაწერა, გუწფრად დაწერა მაინკაფტი. ის მან დაწერა გუწრფელად, რაც იქ უწერია ის მისი გუწფერი სურვილებია, მისი ერისთვის, მისი ქვეყნის განვითარებისთვის. ასე დაწერა. მასე ლევან სანიკიძემაც დაწერა 10 სირცხვილიო თუ რაღაც. და სამწუხარო, ხო, მეტი რაღაცა. და სამწუხაროდ ერთ-ერთი თავის შვილიც აღმოჩნდა. და ეხა შვილიშვილიც. ხო ეს არის. და ჩვენ ამით რას ვამბობთ? მე ყველაზე მთავარზე მიდივარ, თენგო. ჩვენ იმ ამოცანას ვასრულებთ ამ საქციელებით, ხო სტარია რო იქ ხვდება, რა ქვია, პოზნერს. და ეს კაცი ეხლა რო ამბობს, კვერცხები ესო დანის მეომარი რო ამბობს, ცემეთო, ეს ღორებიო, ცემეთო. ამით შედეგს თუ ვაღწევთ, მიზანი რა არის ამით? თუ ომი უნდა და ბრძოლა უნდა, თვითონ არის ის ვისეომება? თუ ომი უნდა წავიდნენ იომონ, სხვანაირად როგორ იბრუნებ ამ ტერიტორიას? მე ვფიქრობ პასუხი, მე რა, უბრალოდ პასუხი არ მაქვს, აი სორი მიმართულებით ვფიქრობ, მე ჩემი აზრით, მაგ შემთხვევაში მთავარი და განსაზღვრელი, აი ამ დასკვნამდე მივედი, მე რომ პატრიოტიზმი ზოგადად განისაზღვრება იმით, სად აპირებს ადამიანი ცხოვრებას. აი ეგ არის ყველაფრის ქვაკუთხედი. თუ შენ ფიქრობ და გადაწყვეტილი გაქვს, რომ აქ გინდა იცხოვრო, ამ ქვეყანაში გინდა იცხოვრო, აქ გინდა დაფუძნდე ოჯახი, აქ გინდა ყავდეს, ან შექმნა თუ ჯერ არა ყავს და აქ აპირებ რა მომავალში ცხოვრებას ერთი სიტყვით, მაშინ შენთვის საერთოდ არ არის სულ ერთი, აგ ომი იქნება, მშვიდობა იქნება, შენი შვილები ნანგრევებში გაიზრდებიან. მერე სხვა პარადიგმით უყურებ ამ ყველაფერს, სხვა პარადიგმიდან უყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ შენ თუ ხარ ესეთი ტიპი, რომ პრინციპში შანსი რომ მოგეცეს აქედან აპირებ რომ გაიქცე, წახვიდე, სხვაგან დაფუძნდე და მერე იქ ევროპიდან დაგმო, იქ რუსეთის აგრესია, მაშინ გასაგებია შენი პოზიციას, მაშინ შენ თუ შეიძლება ხელსაყრელი იყოს, რომ აქ რაღაც უბედურება ატყდეს. ეს არის სინამდვილეში ხალხი, რომლებსაც არ აპირებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და მე მათ იმიტომ ვერ აღვიქვავ პატრიოტი მე მგონია ადამიანი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ყველა გაჭირვების მიუხედავად დარჩება ადგილზე და ადგილზე აქ შეინახავს საქართველოს, აქ შეინახავს ქართველობას. ეს მგონია მე პატრიოტიზმი, ხა ამას შეიძლება ვიკამათოთ, ყველა სხვადასხვანაირი შეხედულება გქონდეს და უამრავი ახლა მაგალითი ვიცით, იძულებით ემიგრაციაში წასული უდიდესი პატრიოტების, ამაზე კი არა მაქვს მესაუბარი, მაგრამ აი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისთვის ვინ არის პატრიოტი, ჩემთვის არის პატრიოტი ის, ვინც აი სურო ქვაქვაზე არ დარჩეს, მაინც გადაწყვეტილი აქვს, რომ აქ უნდა იცხოვროს და მისი შვილი და მისი საფლავი აქ უნდა იყოს. აი ესეთი შეხედულება ვისაც აქვს. ეს ხალხი ამ კატეგორიას არ განეკუთვნება, მათთვის სულ ერთია. ახლოსაც ვერ მივა. ქვაქვაზე დარჩება თუ არა, პირიქით შანსი კონდეს აგ მიატყდეს ურჩევნია, უფრო ადვილად მიიღებენ მერე იმ ევროპაში და ამერიკაში. აი ეს არის განსხვავება საბოლოო ჯამში და თუ ადამიანი ამ პარადიგმით უყურებ რომ მე აქ არ ვაპირებ რომ ვიცხოვრო კაცო მე აქედან მაინც რამდენიმე წელიწადში წასვლას ვაპირებ ბევრად ნაკლებ პასუხისმგებლობა მაქვს ხომ მე ამ ყველაფერზე რომ რას ვიტყვი და აქ რა მოყვება ამ ყველაფერზე და რა შედეგი დადგება ინერვიულოს ამაზე ვიღაცა აქ რო რჩებიან იმათმა შვილებმა ჩემთვის რა არის ანერვიულო აი ეს არის ამ შემთხვევაში განსაზღვრელი და ტრაგიკული და მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო პოლიტიკაც აქეთკენ უნდა იყოს სინამდვილეში მიმართული რომ ადგილზე უნდა ხდებოდეს მოსახლეობის დამაგრება და აი ამ მათ შორის ერეკლე გეწაძეა თუ ვიღაცნა ამ ტვინგაყინულებსაც და ერთუჯრედიანებსაც ეგ რო გააზრებული ექნებათ რომ შენ მოგიწევს პირადად და შენ ოჯახს მოუწევს პირადად მე იმ ყველაფერზე პასუხისგება რასაც შენ ახლა დღეს აქ აკეთებ და აქ არ არის ვინმე სიკვდილზე მაინდა-მაინც საერთოდ ყველანი ცოცხლები რო გადავრჩეთ გრევა უბედურება თუ მოხდა ამ ქვეყანაში რაც შემათაობამ გაიზარდა რომ გაიარა რომ ნანგრევებში გავიზარდეთ და მართლა არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის ეგ ახლა მხედრიონის გამოხდებოდა თუ ზვიადისტების გამოხდებოდა მე ვხედავდი რომ ნანგრევები იყო ჩემი ბავშვობა იგივე არ მინდა რომ ჩემაშვილებმა გაიარონ ამაზე მაქვს ლაპარაკი და სამწუხაროდ აი ეს შეგნება ამ ხალხამდე ამას ურჩევნია რომ ერთი წამი იქ რომ კამერაში გამოჩნდება და ერთი კვირა რომ მაგაზე ვიღაცა ილაპარაკებს იქ ტელეეთერებში და ფორმულაზე და ტაბულაზე რომ ტას დაუკრავენ და დედა რა მაგარი ბიჭი ხარ ერეკლე გეწაძე რომ ეტყვიან ამას შეუძლია რომ გადააყოლოს მთელი ქვეყნის ინტერესი და იმის იმედად რომ მუდმივად რევოლუცია ანუ რევოლუციის იმედი რო გაქვს ანუ რაღაცა ისტორიული შედარებას ხო უნდა იყოს აი რევოლუციის იმედი რო გაქვს და თან რევოლუციას ეს ხალხი აწყობს და როგორ რევოლუციას აწყობენ ხო ხტები ანუ აი ეს ხალხი არიან და იცი როგორ რაღაცა ათენგო რომ კიდე ერთხელ ვამბობ ესენი ერთი ხელით ებძვიან აი ამ დიდ რუსეთს რო კითხო აგრესორ რუსეთს
თან ეს როგორი ტერმინოლოგია თქვა აგრესორ რუსეთ და ერთი ხელით ეს ქალბატონი ხოშტარია კულტურის მხრიდან თურმე კულტურული შემოსავალი აქვს რომ ვითომ ესე იგი რუსები აგრესორები არიან ამ კუთხით და თან აძლევენ საშუალებას რომ შენ ქალბატონო ელენე ხელოვნება როგორ გეკადრება თქვენი ის ბიძა თუ ბაბუამ სასცენო აქვეა მხატვრობა კი მაგრამ ძალი ხელით იგებს აი ეს არის რომ ეს იცი რა არის რომელი რუსული კულტურაა იცი რომ აი დოსტოევსკი რომ უნდა დავხილოთ ხო თან ამასა პუშკინის ძეგლი არ უნდა იყოს პუშკინის სკვერი არ უნდა იყოს ისე მიკვირს კიდევ კარგი არ ვიცი მე როგორც ვიცი ძალიან არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ მიშას დროს ერთ კაც უბრძოლია მაგრად რომ პუშკინის სკვერი და საერთოდ ძეგლის მოხსნა უნდა და უბრალოდ მე უთხრა რომ ეთყობა რაღაცა რიდი ქონდა ცოტა მაინც ან ავტორიტეტი იყო ის მართლა არის კაცი ავტორიტეტი უბრალოდ და უთხრა რომ ეგეთ რამე არ გააკეთო მაპატიე და გიჟი ხო არა ხარო ჩენო ეგეთ რამე არ გააკეთო მაგრამ ეს ის ხალხია ხო ხედავ ჩვენ დასანახად ესენი არიან გმირები რუსებს ებრძვიან ოღონდ თვითონ არ მიდიან თვითონ ომში არ მიდიან თვითონ წინახაზე არ დგან თვითონ გარბიან ფუფუნებაში ბანაობენ და რამე რო იყოს რუსი ამ შემთხვევაში ხელოვნება ესმის უყურე ხოშა როგორ ფიქრობს ხა რომ ბიჭო რუსი აგრეს მაგრამ კაი ტიპია მამეთ რომ დაუждე ხელოვნება კი ვიბაზრებ მაგასთან ხელოვნება რატო იმიტომ რომ მე თო ამას ხელოვნურად მე ხო ჩემ წინაპრებს ამას არ უკარგავს ანუ აქ კაი ტიპია აი ამას ვერ უხდები და ან მაშინ თანხდებით ერთ პრინციპზე რომ გიწევს შენი თუ ხარ პოლიტიკაში უნდა ოპოზიცია იყო გიწევს რაღაც რაღაცებზე დიპლომატიის გამო და შენი ქვეყნის გამო წასვლა ვაჭრობა და რაღაც რაღაცებზე გიწევს უარის თქმა მე არ ვიცი არ მინდა შემეშალოს მაგრამ ჩვენთან ერთხელ გადაცემაში თქვა ბატონმა კოტე მიქაძემ ჩვენ ერთხელ მოვიწვიოთ ეს კაციც და კიდე ბატონი მერაბ ახობაძე ძალიან საინტერესო თემაზე მინდა სხვა შორის კონდეს და ერთხელ თქვა მაგალითი თუ არ ვშტები ბიტლების ოდესაც არ აიღეს ღირსების ორდენს აძლევდნენ რიგი დედოფლისგან არ მიიღეს ორდენი იმიტომ რომ მაშინ იყო გაგანია დაპირისპირება ქონდათ ანუ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ასეთი ბევრი მაგალითია აი ხა უყურე რის თქმა მინდა აი ახლა გეწაძე ეს ბიჭი თუ არ ვწდები ახლა მე მაინც როგორც გვინდა არ გვინდა ჩემი კოლეგა გამოდის თენგო ამ შემთხვევაში მიწევს ამის თქმა გულისკივი მაგრამ უყურე აი ახლა მე როგორც ვიცი ეს და მამამისი ბატონი ზურა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები არიან ეხლა ისე შედარებისთვის ენა მოვიყვანო აი ესენიც და ბატონი ნოდარ მგალობლიშვილის როგორ წარმოგიდგენი ერთი თეატრის მსახიობები და მართლა უდიდესი კულტურის მქონე მარჯანიშვილის თეატრი ხო აი როგორ შეიძლება ნოდარ მგალობიშვილს რომელმაც სააკაშვილსაც შევარდნაძესაც ყველას უარი უთხრა ორდენზე სანამ თქვათ აფხაზეთის და მის საკითხი ესე იქნებოდა და მით უმეტეს სააკაშვილისგან მისგანაც ნომერ პირველი დიქტატორი იყო აი ნოდარ მგალობლიშვილიც არის იმ თეატრის მსახიობი უნიჭიერესი კაცი და უაშკაცესი კაცი ღირსეული კაცი და აი ეს ბიჭიც რომელიც ამას აკეთებს ესეც არის იმ თეატრის წარმომადგენელი აი ნუ რაღაცაზე ხო უნდა დავფიქრეთ არა თენგო რაღაცა ჩვენ ხო რა თქვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყველაფერს რო თავი დავანებოთ რაღაცა შინაგანი მოვალეობა რაღაც აი სახში რომ მიხვალ აი ბალიზე რო თავს დადებ ეგრევე ხო არ იძინებ არა რაღაც აი რაღაცაზე ხო დაფიქრდები ანუ აი რა გავაკეთე როგორ გავაკეთე ანუ რაღაცა რა გახსოვს რაღაცა პოზიტიური რა იქნება და დაფიქრდეს და ხო შეიძლება ვიღაც დაფიქრდეს მაინც მიხდეს რომ ამან რო აი ამ საქციელმა მე ხვალ რომ ეხა რომ გამოაცხადონ ღმერთმა დაიფაროს რომ გატაცებულია საოკუპაციო ზონიდან ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ან ასაკიანი საწყალი კაცი და იმას ძალიან ცუდად ეკცევიან იზოლატორში რომელზეც ვერც მედავდებ პასუხს თავს და ვერც შენ თენგო და მით უმეტეს გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი საახლობლო ყავს და საკმაოდ ავტორიტეტ ადამიანებს ვიცნობ როგორც პოლიტიკაში ქართველებზეა საუბარი და მართლა ქართველებზე რუსეთში და მეგობრობ ძალიან ბევრ ღირსეულ კაცთან რომ შეუძლია და ძალიან ბევრჯერ ჩვენ და ჩვენ გვაქვს მე მყავს პირადად ჩვენი ორგანიზაციის თხოვნით გათავისუფლებული ერთ-ერთი ადამიანი იქიდან სადაც დაუკავშირდი სწორედ ამ პოლიტიკოსებს ხო კალაშნიკოვს პირადად და ვთხოვეთ რომ გაითავისუფლოს კაცი და მოხდა ეს მე რო ეხლა ამის დარწმუნებ თავს დავდებ რომ იქ არ მოექცევა ვიღაც სადღაც იქ საოკუპაციო იმაში რა ქვია იზოლატორში ვიღაცა აი ამის გამო ან და რო ჩაურთონ სააკაშვილს ქონდა ამ გარეწა რამ მართლა უმსგავსო კაც რომ ციხეზე ავყავდით ხოლმე და გვანახებდნენ ხოლმე ჩვენ გამოსვლებს
ანდა მაგალითად აი შენ იცი როცა ჩვენ პატიმრობაში ვიყავით ერთ-ერთ პატიმრობის დროს დათო გათავისუფლდა 2 დღით ადრე ანუ ჩვენ გათავისუფლდით 3 დღის მერე თუ ამაპატიეთ 10 დღის მერე დათო გათავისუფლდა ნუ რამოდენიმე დღით ადრე დათო პაცაციაზე და წარმოგიდგენია რეჟიმის უფროს გავყავარ და დათო ამ დროს მივიდა ერთ ტელევიზიაში სადაც რა თქმა უნდა სამართლიანად მკვდარდა ცოცხალს ოღონ კორექტულად არ უტოვებს ეგრეთ წოდებულ ამ ციხის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ სამართლებრივად და საკმაოდ კორექტულად ოღონ არანაირ დათო პაცაცი ხო წარმოგიდგენ ინტელიგენტის განსახილველი ამას მანახებენ წარმოიდგინე ანუ რატო განახებენ ამას რომ ეხლა რა უნდა გიყოთ ბიჭო ეხლა შენ ხო აქ ახარ და თან გაჩვენები რატო უნდა გიყონ ხო და მე ამას არაფერს არ ვამბობ ჩემ პირად მაგალითზე მაგალითად ჩემ ძმას იმის გამო რომ ჩემი ძმა იყო რომ დააკავეს და გდანში რო აიყვანეს რომ მე მაშინ კავკასიაზე ვიყავი მისული ერთ-ერთ ეთერში და ნუ რა თქმა უნდა ვაკრიტიკებდი ამათ და მეტის და ჩემ ძმას რა უქნეს რო ავიდა რო აყურებინეს კონკრეტულად მუხაძის კაბინეტში მუხაძის კაბინეტში ჩართულ ტელევიზორის ხმა რო გაიგო უკვე რომ ღამის 12 საათზე რომ გაგიყვანე შენ საკნიდან ეგრეთ წოდებული ეს სპეცსამსახური სპეცნაზმი და აგიყვანენ ზემოთ და უყურეს და წარმოგიდგენიათ ეხა ვინმე არის პასუხისმგებელი რომ აი ესეთი რამე არ მოხდეს და მე რა ისევ ჩვენ უნდა დავიწყოთ ის რომ ყველაზე მთავარი რაღაცა შეკოწიწებული ურთიერთობები რაც დაიწყო, რაზეც ის მხარეც გეუნება, აი აქ რა იყო საგინებელი, რატო უნდა აი ეხა მაინც რა იყო, ხო? როცა ლავროვი იქნება, არ ვიცი მე, პუტინი ვინც არ უნდა იყოს რაღაცას თითქოს და ელოდება რაღაცა მოსინჯოა რომ მოდი ძმაო, დააჯექი ამ 3+3-ში. ნუ ვერ გაგიჟდება და არ არსებობს რომ დაждდეს შენ ევროპულ სახში, მაგრამ გეუნება აი ამის ფონზე ვინმე არის ვინ არის პასუხი? არაფერ მაშინვე ხდება ესეთი პროვოკაცია ხა პირველად ხო არ არის და იმიტომ არ მჯერა მე რომ ეს ვიღაცის რაღაც ფრონტად მოგონილი და აფერხში ჩავარდა ეხლა ეს კაცი და იმიტომ გააკეთა. საერთოდ არც საქართველოს ახსოვს კაცო, მაგას არც რუსეთი ახსოვს, ხო? ხომ ყველა ვიცით ამ ხალხის ყოველდღიურობა რა არის და როგორ არის და ყველა ჩვენ გულში ჩავიხედოთ. რომელიც სამშობლოს მოყვარულები გამომივიდნენ ეხლა. ეს არის პატრიოტიზმს ამოფარებული სიზულვილი, რომ როდესაც ხარ აი ეს სიზულვილი არის შენთვის ქცევის მოტივატორი. პატრიოტიზმს აბრალებ მე რომ აი ხა ესე იმიტომ ვიქცევი რომ რაღაც ამათესმის ესე იგი ეს პატრიოტიზმი ისე უყვართ ეს ქვეყანა რომ ჩვენ ვერაზროს ვერ გავგებთ სხვისი დროში შეურაცხყოფით რანაირად შეგიძლია შენი ქვეყნის სიყვარული გამოხატო ჩვენ ესე იგი რადგან პუტინი გვაძლევს ფულს რუბლებს მაკედა გამომდინარე თვალებურად გამეს გვაძლევს რუბლებს არის საოცარი რაღაც ერეკლე გეწაძე მართლა თითითიძე რო არ დაუდია ამ ქვეყნისთვის თურმე ეგ არის ამ ქვეყნის პატრიოტი იმიტომ რომ რუსეთის დროშას მიაყენა იქ შეურაცხყოფა და ეს არის უბედურება მე მინდა ვაჩვენოთ აი გადაცემის ბევრი დროც აღარ დაგვრჩა ქონდა უბრალოდ მომზადებული ეს ვიდეო მანამდე გქონდა მომზადებული ვიდრე ეს ფაქტი მოხდებოდა მაგრამ აი რამდენად ემთხვევა და რამდენად ერთი ხაზის ნაწილია ეს ყველაფერი რას ვიღებთ მე ამ ყველაფრიდან პროდუქტს ქართველები და საქართველოს ვიღებთ აი მთავობას რომელიც გასულია ყოველგვარი ეთიკური ნორმები და რომელმაც არ იცის არც პროტესტის გამართვა საბოლოო ჯამში და რომელსაც უზრდელობა გინება შეურაცხყოფა ვინმესი გონია პროტესტი და გონია ეს მისი თავისუფლება. პროტესტი ხა მართლა ჩვენ რო ვატარებდით და წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ხო, ჩვენი აქციები. მე ხო მახსოვს ხა ხდებოდა ინციდენტებიც ყოველდღიურად იყო, იქ შეხლა შემოხლა ზონდერებს რო აგზავნიდნენ იქ პერიმეტრზე და რა ამბებში ვიყავით, მაგრამ პოლიციასთან დამოკიდებულება მახსოვს. რაღაც აი მუნდირის პატივისცემა მახსოვს ჩვენი მხრიდან, რომ იქ მისულიყავი და პოლიციელები ჯერ სუბატონობით ველაპარაკებოდნენ და მაინც გვარბევდნენ ხოლმე და იქ რო რაღაცა უზრდელურად გეთქვა ხო წარმოგიდგენ რა მოხდებოდა. აი, მოდი ვნახოთ დღეს აი ამ მენტალიტეტზე, ამ ღირებულებებზე გაზრდილი თაობა, როგორ იქცევა სულ რამდენიმე დღის წინ სასამართლოსთან გამართული პროტესტიდან გვაქვს კადრები. მოკალაკე ვარ და მივდივარ ყავაზე, კაცო, შენ რა გინდა? შენ არა თქვენ ჯერ ეგეთი და შენ რას ქვია? შენ იღებ ფულს ჩემი გადასახადებიდან. ჩემი გადასახადებიდან იღებ შენ ფულს და მიგაც შენს ოჯახში, გაიგე? ჩემი გადასახადებიდან იღებ შენ ფულს. იღებ შენ ფულს ჩემი გადასახადებიდან და მიგაკ ოჯახში, გაიგე? გაიგე? წამო ვენოკი ვიყიდოთ, ამათი ვენოკი უნდა დაიდგას. პატივი მეცი მოქალაქეს, რას ქვია წრიპინე, პოლიციელი როგორ აძლევს საკუთარ თავს რომ ამდენი ილაპარაკოს. მე აქ მინდა რომ ვიდგა ყავა დავლიო, რას ქვია? თქვენ ხართ რუსები, ემსახურებით ბიძინას.
თქვენ ხართ რუსები, თქვენ ქართველები არა ხართ. აქ ვიდგები მე. არა. ხელი გამიშვი. ხელი გამიშვი. ხელი გამიშვი. ხელი გაუშვი, ხელი გაუშვი, ხელი. ხელი გაუშვი. ხელი გაუშვი. აი იცი რა არის თენგო არ ვიცი რამდენად ახლა მაგრამ ძალიან ცუდი რაღაც უნდა ვთქვა რა სამწუხაროდ ამას არაფერი არ ეშველება თუ და ეს თუც ცოტა ამასაც არ ვიცი რამდენად იმედი მაქვს ამ თუს შეძლებს თაობა სააკაშვილმა სწორედ გაზარდა ეს ბოღმაში და ზიზღში არა მარტო სხვა ქვეყნის ან რუსეთის მიმართებაში, არამედ ერთმანეთის ზიზღში, თაობების ზიზღში. სამწუხაროდ ამას რო ვამბობ, არაფერი არ ეშველება თქვი, იმიტომ რომ ვერ ვხედავ რა არის ამის საიდან გადაწყდეს ეს პრობლემა განათლების სისტემაში, საზოგადოებაში. ჩვენივე აი აქვე. ამას ვერავინ ვერ გაგიკეთებს, ვერ შეგისვეს. ვინც არ უნდა დაიქირავ, არ ვიცი, აი რომელი არ ვიცი, რომ ყველა ქვეყანას დაუდგა ეგ პრობლემა, განათლების პრობლემა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად დაგვიდგა. ამას ვერაფერი ვერ მოაბრუნებს, თუ არ დაიწყო ძალიან ხისტი, ტკივონეული პოლიტიკა განათლების სისტემის თავიდან დაყენების. თავიდან დაყენების კი სწორედ იმ ძირძველი ტრადიციებით. მომყავს მაგალითი იაპონელების მაგალითი იაპონელებმა ერთი პერიოდი რომ მიხვდნენ რომ საჯარო სკოლა და რეიტინგი გაუსწორდა გადავიდა 50-ე ქულაზე ავიდა მე 50-ე რეიტინგში ავიდა იმიტომ რომ სკოლამ დაკარგა ანუ განათლების სისტემას ჰქონდა პრობლემა და მე-5-დან ავიდა 50-ზე ყველაფერი ცადეს მით უმეტეს იცი იაპონიაში გორა ამერიკელების გავლენა ხო მაინც მაგრამ ყველაფერი ცადეს მაგრამ უშუალო ერთადერთმა რამ დააბრუნეს ძველი ტრადიციული სამურაის სკოლა და ის პრინციპები. აი ჩვენ სწორედაც ძალიან მტკივნეულად ნებისმიერი მთავრობა ვინც არ უნდა მოვიდეს და მოვა. სამწუხაროდ რომ ვამბობთ, იმიტომ რომ ამას აი რაღაც ამ ბოლო დროს გამოჩნდა რომ გოგებაშვილი დაბრუნდა იქ რაღაცა რეალურად რაღაცა ისტორიის საკითხები რაღაც სააკაშვილს რო ედო რომ 2003 წლიდან იწყებოდა თურმე საქართველოს თანამედროვე ისტორია ეს ხო სიგიჟე იყო, აი ესე გაზარდა სააკაშვილმა ეს თაობა. ამიტომ ამას არაფერი არ ეშველება თუ არ დაიწყო ხელისუფლებამ, ნებისმიერმა ხელისუფლებამ ვინც იქნება. სოფლად, ქალაქში, ცენტრალურად თუ რეგიონალურად თავარი მტკივნეული საკითხების მოგვარება. რომ ეს უნდა დაიწყოს განათლების მცირე. იმ უნივერსიტეტებში იმ ლექტორების გაშვება, პირდაპირ გაშვება. ვინც აი ესე მიიყვანა, ეს გოგონა არ ვიცი მე ვინ არის არ ჩანს. და ესეთი რამდენია. იმ ოპენიარზეც, ეგრეთ წოდებულზე იქ ხო ძალიან ბევრი მისული იყო მართლა მუსიკის მოსასმენად. თავი დავანებოდ რა შუაშია ეს ხალხი რომ ჩვენ ახლა იგიძულებულები ვართ რომ შემოვიყვანოთ ამ დისკუსში. იქაც რამდენი ვერ მიხვდა და ალბათ მე მიხვდება რომ ჯერ რა შუაში იყო ეს და მე კიდე ის სიბინძურე რაც იქ აქტი გახორციელდა არაფრის მომტანი არ არის, თორე ვინ მამაძაღლე? ესენი რომ წინ მიდიოდნენ საომრად და თუ გამოსავალი ეს იქნება და თუ ჩვენ რუსეთის იმპერიას დავამარცხებთ ომით და ასე დავიბრუნებთ ჩვენ ტერიტორიებს, მაშინ მეც და შენც აქვე პირდაპირ ეთერში ვამბობთ, ბოდის მოვიხდი და პირველი ჩავდგებით იქ სადაც საჭიროა, მაგრამ რას ვხედავთ ამას? ეს არის შენ რასაც ამბობ ეგ რო იყოს გამოსავალი კიდე სხვა არის, მაგრამ უბედურება აქ რა არის, იცი ეს ხალხი შენ თვითონ რა მეომარი არის აქ რო ესე იგი საკითხი რო აი ჩვენ ომში მივდივართ და თქვენ არ მოდიხართ თქვენ ლაჩარებო აი კიდე სხვა არის რა მართლად რომ იფიქრებ რომ აი ლაჩარი ვარ ვიღაცა მიდის და სისხლს ღურის და მზად არის ამ სხვერპლზე სად კაცო იქ ოპენიარზე ლისის ტბაზე რუსეთის დროს შეურაცხყოფით ომს იგებ და ტერიტორიას იბრუნებ საკუთარ პოლიციელს რომელიც იქ წესრიგს იცავს რომ გამორბის აი ეს მართლა 17 წლის ცხვირმოუხოცავი ხლაპი და ჩემი გადასახადებით შეგაქ შენ ფული იქა ოჯახში რომ ეძახის და რუსი ხარ შენ და ასე შემდეგ შენთან ერთად ჯერ ერთი რა გადასახადს იხდის და საერთოდ იხდის თუ არა რამე გადასახადს ეგ კიდე საკითხავია მაგრამ შენთან ერთად მილიონობით ადამიანი იხდის კიდე გადასახადს რომელიც არ გეთანხმება შენ და აი ეს
იცი რა მაინტერესებს, რომ აი რომელ სოციუმში არის ესეთი ქცევა მოწონებული. სად არსებობს საქართველოში ისეთი სოციუმი, ისეთი აი სასტავი თუნდაც ვიღაცისთვის ხო იღებს ეს ხა საბოლოო ჯამში ამ ვიდეოს, ხო ლაივია ჩართული, იმიტომ ხო არ იღებს რომ ესე უბრალოდ ვიღაცები მე უწონებენ ამას, ეუბნებიან რომ არა მაგარი გოგო ხარ, ამაგრა უთხარი იქ პოლიციელს როგორ მიაყენი. სად არის ის სოციუმი და მართლა არის თუ არა ამხელა ეს სოციუმი არსებობს თუ არა, სადაც ეს ყველაფერი ეს უზდელობა არის მოწონებული, წახალისებული და დაფასებული და ვინმე ეტყვის ეხა ამ გოგოს რომ რა კაი გოგო ხარ, მაგრამ მოიქეცი ბოლოს რაც ვიდეო გავუშვი. არ როგორ ჩანს არსებობს ესეთი საზოგადოების ეს ნაწილიც და ეს არის ჩემთვის გულდასაწყვეტი, სრულიად გეთანხმები რომ აი განათლების სისტემა ამ შემთხვევაში ახალი ველოსიპედის მოგონება არ გვჭირდება, კულტურას, თაობას ზრდის განათლების სისტემა ეს არის აპრობირებული დანერგილი მეთოდი, როგორი განათლების სისტემას გვაქვს ზუსტად იგივე შედეგი და იმისათვის რომ ეს გამოსწორდეს, გამოსწორების მექანიზმიც არის სწორედ ეს, რომ აი განათლების სისტემაში ძალიან მტკივნეული და ძალიან როგორც ჩანს პირდაპირ ქირურგიული ჩარევა იქნება საჭირო ეროვნული ხელისუფლების მხრიდან, რომ აი ეს მომენტი გარდატყდეს ჩვენ ახალგაზრდებს იყვნენ ორიენტირებული სწავლაზე, განათლების მიღებაზე, პროფესიონალები რო გახდნენ და პროფესიები შეიძინონ და არა იმაზე რომ კუჭა-კუჭა ირბინონ და დროშები აფრიალ მე არ დამავიწყდება აქციებზე ლექტორები რო ეუბნებოდნენ სტუდენტებს, ოღონდ აქციაზე გადით და კულებს დაგიწერთ. ნიშნებს დაგიწერთ. ვინც ესეთი რამე იკადრა, ულაპარაკოთ, უნდა შეუწყვიტო კონტრაქტი გააგდო სამსახურიდან და იმედი მაქვს რომ ეს დროც დადგება. დიდი მადლობა მინდა ჩვენს მაყურებელს გადაუხადოთ. ჩვენ ზოგადად თქვით რომ 1 საათიანი ფორმატი გვექნება, მეთქი ჩემო მერაბ, მაგრამ ნუ დღევანდელ დღეს გვეპატიება. ხო, ეგრე იძახდი შენ წინან ყოველ დღე ვაცილებთ რამდენიმე წუთი დამჯერად. არა უშავს, მადლობა მაყურებელს, რომელიც ურიცხავთ მართლა დღეს ყავდა და ჩვენ ახალი დაწყებული ვართ, მოდი ვთქვა. დაწყებული გვაქვს ეს ეთერები და მე-4 გადაცემა. ძალიან მალე გავამდიდრებთ ხოთეში 2-ის და ძალიან ბევრ საინტერესო, მით უმეტეს ზაფხულში ჩვენ ძალიან აქტიური გვექნება და ისევ სადარაჯოზე იმ ინტერესთა საკითხებზე და ჩვენი ქვეყნას ასევე ძალიან ბევრი გადაცემა გვინდა ისტორიაზე, ეკონომიკაზე, საერთოდ სპეციფიურადაც გამოყო და გქონდეს საუბრები ამ ყველაფერს. მადლობა თენგოში და მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მადლობა ჩვენს მაყურებელს. იმედია მოგეწონათ გადაცემა და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში და ამით დაგვეხმაროთ კიდევ უფრო დიდი აუდიტორიის მოწვაში. ჩვენის მხრივ კიდევ გვპირდებით რომ ყოველი ეთერი შევეცდებით რომ იყოს იმაზე უფრო უკეთესი და საინტერესო და ინფორმაციული ვიდრე წინა ეთერი. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.